საღამოშვიდობის ეთერშია პოლიტმეტრი, მე ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი ვარ. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური ველი საკუთარი მოსაზრებებით გააჯერა, გზავნილებში არაფერი ყოფილა ახალი. ქართული ოცნების თავმჯდომარე ირგვლივ იმ პირებს უტრიალებს, ვინც მისგან წავიდა. ოპოზიციურ პარტიაზე მიხეილ სააკაშვილზე მეტი დრო მან ყოფილ თანაგუნდელებს მათ კრიტიკას დაუთმორითაც გამოჩნდა, რომ ივანიშვილის დღის წესრიგი დღეს ნაკლებად ემყარება საინტერესო ხედვებს, გლობალურ გამოწვევებზე ფიქრს და ის ფოკუსირებულია მაგალითად ახალი სასამართლოს ერთ-ერთ ლიდერად გამოცხადებული ლევან მურუსიძის პერსონის ქებაზე, მისი არგუმენტების გამეორებაზე, გამყარებაზე. რა გავიგეთ ბოლო ინტერვიუდან, როგორია ივანიშვილის დღის წესრიგი გეგმები. ერთადერთი კონკრეტული პროექტი, რაც მან თქვა, არის ის, რომ მისი ქართულ კინო წარმოებას დააფინანსებს, ვინაიდან ლიდერი უკმაყოფილოა, როგორც თქვა, ქართული მდარე ხარისხის სერიალებით და ვიდრე კარგი კინო იქნება, მანამდე ჩვენ მოусმენთ პირებს, ვინც ქართული ოცნების ლიდერის ფიქრებში, როგორც აღმოჩნდა განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. შალვა შავგულიძე, თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე, მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი. ჩვენ სტუმარი იქნება ასევე ზვიად კვაჭანტირაძე და პარლამენტის წევრი, ქართული ოცნებიდან წასული პირი, დავით უსუფაშვილი, შენების მოძრაობის თავმჯდომარე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, გუბას სანიკიძე, დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ამ ოთხეულს პატივი ხვდა წილად და ლიდერმა მოიხსენია მართლ პარტიას პოლიტმეტრში დღეს ზაქარია ქუცნაშვილი წარმოადგენს. ლიდერის გზავნილი. შარდებენ მურუსიძეს და ახსენებენ, რომ მას ის ვალდებული იყო პირველ ინსტანციაში უნდა დაეაბორნებინა ეს გამოსაძიებლად რამე თუ ეს აჟელი არ იყო საკმარის სიმკულობისთვის, რაც იქ მოხდა. ამის უფლებას აქვს მურუსიძეს. ლიდერის დასკვნა. შალვა შავგულიძე. მე დღეს მაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ ის ჩვეულებრივად თამაშია ნაციონალურ მოძრაობასთან. ლიდერის ბრალდება. გავიხსენოთ გუბას სანიკიძე. გავიხსენოთ გია ხუხაშვილი, გავიხსენოთ უსუფაშვილი. ესენი ოდესმე ოპოზიციაში იყვნენ, მაშინ როდესაც გუნდში მოვიდნენ. ლიდერის სურვილი. სააკაშვილი. ჩვეულებრივ შეშარაკაცია, მოჩამოვიდეს, უნდა ციხეში ჩარჯდეს. პოლიტმეტრში დღეს საარჩევნოდ გააქტიურებული ლიდერი და ისინი ვიზეც ბიძინა ივანიშვილი ამდენს ფიქრობს. ჩვენ ვიწყებთ საუბარს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. პირველი სტუმარი ზაქარია ქუცნაშვილი ქართული ოცნებიდან. საღამოშვიდობისა, ბატონ ზაქარია, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მოდით თქვენ პირველ რიგში მითხარით, რა გაიგეთ, რა გეგმით არის თქვენი ლიდერი? იყო თუ არა რაიმე სიახლე მის აი ამ კონკრეტულ ინტერვიუში? ნინო, ძალიან ცუდად ისმის თქვენი ხმა და იქნებ თხოვოთ, რომ ხმა გაასწორონ თქვენს ტექნიკურ თანამშრომლებს. მათ ესმით და გაასწორებენ აუცილებლად. რა შეიძლება თუ სწორად გავიგეთ? რა გაიგეთ, რა არის თქვენი ლიდერის პრიორიტეტები დღეს? ხო, თქვათ რა არის ჩვენი ლიდერის პრიორიტეტები დღეს? ჩვენი ლიდერის პრიორიტეტები და ჩვენი გუნდის პრიორიტეტები დღეს გახლავთ მცირე ეკონომიკის გაზრდაში, რაც არის აუცილებელი უმუშევრობის და გაჭირვების დამარცხებისთვის, მშვიდობის და თავისუფლების შენარჩუნებაში, რაც არის აუცილებელი ოკუპირებული ტერიტორიის პრობლემის დაძლევისათვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოებრივი ცნობიერება არ აღმოჩნდეს კვლავ მანიპულაციის და ისეთი უარყოფითი ზეგავლენის ქვეშ, რაც უარყოფითად იმოქმედებს ჩვენი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, ჩვენი საზოგადოების ინტერესში, ჩვენი ხელისუფლების ინტერესშია ეფექტური განათლების რეფორმის ჩატარება, ჩვენი ხელისუფლების ინტერესშია ეფექტური საპენსიო რეფორმის განხორციელება. ასე რომ ჩვენ ბევრი გეგმები გვაქვს და ამაზე საუბრობთ სწორედ გუშინ ბატონო. თუმცა ახლა გისმინეთ ოკუპირებული ტერიტორიები, ეკონომიკის განვითარება, განათლების თემა და ასე შემდეგ. რამდენიმე პრიორიტეტი თქვით თქვენს, რომელიც მე არ მახსოვს, როგორც მნიშვნელოვანი პასაჟი ინტერვიუდან. ინტერვიუ ძირითადად მიეძღვნა გუნდიდან წასულ პირებს, ადრე თუ ახლა, ან გზავნილებს, მათ მიმართ, ვინც შეიძლება ამის შემდეგ წავიდეს. ეს რას უკავშირდება, როგორ ფიქრობთ? რატომ არის მაინც ასეთი აქტიური ბიძინა ივანიშვილის ფიქრები აქტიურად დაკავშირებული ყოფილ თანაგუნდელებთან?
ნინო, ესე იგი ჯერ ბატონ ბიზნეს საყვედურობდნენ იმას, რომ რატომ არის შუშის სასახლეში და აგამოდი ჩვენთან კომუნიკაციაზეო, ეხლა საყვედურობთ იმას, რომ რატო გახდა აქტიურიო და ნუ ეხლა როგორ ხარბოიქცეს ეს პიროვნება, ესე იგი არც იქ ჯდომის უფლებას მე გითხეთ ეხლა ბატონ ზაქარია, ეთყობა მართლა არ გესმით თქვენი კითხვები, ეთყობა არ გესმით ინტერვიუს იძლევა და თვეში ერთხელ სადიძლევა ინტერვიუს და რატო არის გააქტიურებულიო? არა, საერთოდ არ მეკითხავს ეგ, ეს თქვენი ინტერპრეტაცია ეთყობა მართლა არ გესმით ჩემი, ამიტომ გავიმეორებ კითხვას, რატომ არის მისი ფიქრები აქტიურად დაკავშირებული გუნდიდან წასულ ადამიანებთან და არა იმ თემებთან, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, რომელიც თქვით, რომ თითქოს და იყო პრიორიტეტი მისი გუშინდელი ინტერვიუსი, მე შემიძლია გითხრათ, რომ არა, არც ოკუპაცია, არც განათლების რეფორმა, არც ეკონომიკის განვითარება არ ყოფილა მისი გუშინდელი ინტერვიუს პრიორიტეტები. განათლების რეფორმაზეც ისაუბრა და მან თქვა განათლების რეფორმა ამდენად მნიშვნელოვანია და თეთუავს მთელი 5 წუთი ისაუბრა ამაზე. ეკონომიკაზეც ისაუბრა, ანაკლი სპორტიდან მოყოლებული სხვა მიმართულებით ეკონომიკაზეც ისაუბრა. ნინო, თქვენ ამახინჯებთ, მეგობრებო, თქვენ არ გესმით, ან ვერ დაიმახსოვრეთ გუშინდელი საუბარი. ამაზე ანაკლი სპორტზეც ისაუბრა და ეკონომიკაზეც ისაუბრა. რა ქვია, სიღარიბის დაძლევაზეც ისაუბრა და მთელი მაგალითები მოიყვანა, თქვათ, რა განაპირობებდა მის კონფლიქტს ძველ პრემიერ-მინისტრთან და ყველაფერზე ისაუბრა და რატო ამბობთ, რომ არ უსაუბრია ამ თემებზე? აი, თქვენ შეგიძლიათ ერთი დეტალი გამახსენოთ, თქვენ თქვით ხაზგასმით, რომ ოკუპაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა და ერთი ფრაზა მითხრათ, რაც ამას უკავშირდებოდა. გასაგებია, რომ ეკონომიკა ანაკლიას მიაბით ახლა და კი ბატონო. ეკონომიკა არ მარტო ანაკლიას მიობე, მან ისაუბრა იმ მდგომარეობაზე, ქართულ ეკონომიკაშია, როგორია მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ერთ სულზე მოსახლეზე, როგორია ევროპაში, დონე რომ ჩვენ ბევრად სწრაფად ვითარდებით ვიდრე ევროპული სახელმწიფოები, მაგრამ იმის გამო 10 ჯერ ჩამორჩებით ეს საუბრი არაფერზეო და ეს არ ყოფილა პრიორიტეტი ერთნიშნულოვნად, თუმცა ეს არ ყოფილა ერთნიშნულოვნად პრიორიტეტი, მაგრამ კი ბატონო, ამ თემაზე ისაუბრა, გაკვირით, რაღაცა ნაწილი მიუძღვნა თავის ინტერვიუსში, მითხარით ოკუპაციაზე რა თქვა თუ შეიძლება და შემდეგ გადავიდეთ შემდეგ თემებზე. ნინო, რაზე თქვა ბოლოზე რა თქვით? ოკუპაცია, ოკუპირებული ტერიტორიებიო თქვენ თქვით ამ თემას მიუძღვნოთ. ოკუპაცია თქვენ იკითხეთ, რომ თქვენი კითხეთ, რომ ჩვენი ხელისუფლების და ბატონ ბიზნეს ინტერესებში რა არის და არის ეს პრობლემაც, იმიტომ რომ მან ისაუბრა 9 აპრილიდან 2012 წლამდე იმ 21 წლიან პერიოდზე, როცა ქვეყანამ განიცადა ორგზის ოკუპაცია, რომ ხშირად შეცდომები განპირობებული იყო ჩვენი ემოციური გაწყვეტილებებით, რომ თავიდან ვერ ავიცლეთ 2008 წლის რუსეთის აგრესია იმის გამო, რომ შეცდომები დაუშვა წინა ხელისუფლებას. როგორ არის საუბრო, ნინო, რჩება შთაბეჭდილება რომ არ დაუგდეთ თქვენ ყური გუშინ. კარგით, ეთყობა მე ისეთი ყურადღებით ვერ უსმენ ლიდერს როგორც თქვენ. კი ბატონო, კარგით, მოდით მივყვეთ იმაზე, რაც მე უფრო მომხვდა ყურში და რაც ფაქტია. არა, ვერ აღიარებ ვერაფრით, იმიტომ რომ ოკუპაციაზე მას არ უსაუბრია ერთმნიშვნელოვნად მას არ უსაუბრია ოკუპაციაზე. მან ისაუბრა შალვა შავგულიძეზე, დავით უსუფაშვილზე, გუბას სანიკიძეზე, დავით მაღრაძეზე, კაპიტან გიგაურზე, ასე მოიხსენიებდა ეს NGO-ს ერთ-ერთი ძლიერი NGO-ს ლიდერთან. და სხვა რამეც ისაუბრა. ამას ვერაფრით ვეღარ გადავახო მეორედ ერთხელ საკმარისი იყო ამისი მოსმენა, ამიტომ შეგიძლიათ თქვენ გადაახვიოთ და ნახოთ თუ იპოვეთ ოკუპაციას, მე ნამდვილად ვიტყვი რომ ეს იყო პრიორიტეტი და მე გამოვიჭა. კარგით, მოდით მითხარით, რატომ იყო მისი პრიორიტეტი, ყოფილი თანამდებობების ასეთი დოზით, იყო ეკონომიკაზეც, იყო ემოციურ გაწყვეტილებებზეც. კარგით, რატომ არის ესეთი პრიორიტეტული თქვენი ლიდერისთვის, მაგალითად ერთი კონკრეტული პირი თქვენ შემდეგ იქნება ის ეთერში, სახელად და გვარად შალვა შავგულიძე. პირი, რომელმაც მოიგო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე სტრასბურგის სასამართლოში, თქვენ იურისტი ხართ და ალბათ გეცოდინებათ ამ საქმის მნიშვნელობა, ამ საქმეს სახელად ერქვა ენუქიძე და გერგულიანი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამის მიუხედავად თქვენი ლიდერი გუშინ ამბობდა, რომ შალვა შავგულიძე თამაშობდა ნაციონალური მოძრაობის თამაშს. დაეთანხმებით?
თქვენ მართალ ბრძანებთ, როცა საუბრობთ, რომ შალვა მოიგო ევროპის სასამართლოში ეს პროცესი, როგორც ადვოკატად და მე ბატონ შალვასთან ერთად სხვა ჯგუფიც იყო წარმოდგენილი ადვოკატების, თქვენ მართალ ბრძანებთ ამის თაობაზე, მაგრამ ჩემი თხოვნა რომ არ დაგვაუწყდეს სხვა გარემოებაც, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ გახლავთ ახლა არც პრემიერ-მინისტრი, არც პარლამენტის თავმჯდომარე, ის გახლავთ პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე და ის იცავს თავისი პარტიის ინტერესებს და მისი პარტია დღეს შესულია საარჩევნო კამპანიაში და ბუნებრივია ის უნდა შეეხოს ყველას, ვინც მის პარტიას და მის მოღვაწეობას აკრიტიკებს ან ლანძღავს. ასე რომ ეს მისი უფლება შალვა შაუგულიძე შეეხება, რა ქვია, გიორგი კვირიკაშვილს შეეხება თუ დავით უსუფაშვილს შეეხება, ეს მისი უფლება. ბატონ ზაქარია, აქ არის თუ არა მნიშვნელოვანი რაფორმით ეხება, ანუ იმის გამო რომ პოლიტიკურ ბრძოლაში ხარ შეგიძლია ნებისმიერი რამ თქვა, ნებისმიერი რამ დააბრალო ადამიანს, ნებისმიერი თემა წამოჭრა მის წინააღმდეგ და თქვა ისეთი რამ, რაც შეიძლება ბუნებაში არც არსებულა, სავარაუდოდ არ არსებულა, რომ ის თამაშობდა ნაციონალური მოძრაობის თამაშს ყოველთვის, მაშინ როდესაც გირგვლიანების ინტერესს იცავდა ძალიან სერიოზული რისკის ფასად, კი ბატონო, სხვა ადვოკატთან ერთად, სხვა ჯგუფებთან ერთად სტრასბურგის სასამართლოში. ანუ რახან პოლიტიკურ ბრძოლაშია ლიდერი და თქვენი გუნდი, შეგიძლიათ ყველაფერი გააკეთოთ, ჭყალებს შევსვათ, იკადროთ. ნინო, თქვენ წაიკითხეთ დღეს ბატონ შალვა შაუგულიძეს კომენტარი მის განცხადებაზე. მე რასაც გიკითხებით, მიჩვენია რომ ამაზე მე ვიყო პასუხი, იმიტომ რომ შალვა შაუგულიძის კომენტარების გარეშეც მის პასუხებს კითხვებზე მოვისმენ რამდენიმე წუთში თქვენს შემდეგ. თქვენ ბრძანეთ რა გნებავთ რომ თქვა, თქვენ თუ წაიკითხეთ. ბატონმა შალვამ დაადასტურა. ბატონმა შალვამ დაადასტურა ის ფაქტი, რაც ბატონ ბიძინა მოიყვანა, რომ მას არ გაუსაჩივრებია პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო ინსტანციაში. დაადასტურა ეს ფაქტი და მან მეტიც თქვა, რომ ჩემს მარწმუნებელთან შეთანხმებითო მე ეს შეგნებულად არ გავაკეთეო, იმის გამო, რომ მე ევროპის სასამართლოში არ დამეკარგა დაცვის სტრატეგია მან თქვა. მიმართვის უფლებაო. კი ბატონო, დაცვის სტრატეგია იყო მან თქვა და მან თქვა რომ შედეგი ამითი დააყენა. ამის გამო მას უთხრეს რომ ისი ყოველთვის იყო თანამშრომლობდა ნაციონალურ მოძრაობასთან და მათ თამაშს თამაშობდა. თქვენ გესმით რა მასშტაბის ბრალდებაა ეს? მორალური თვალსაზრისით. არა, აქ კითხვის ნიშანი დასვა ბატონმა ბიძინამ, აქ კითხვის ნიშანი დასვა ბატონმა ბიძინამ. ხა შეფასებების ნაწილში მე ნუ ჩამრევთ. შეფასებები არის სუბიექტური აზროვნების შედეგი. მე ფაქტებზე მელაპარაკეთ. ფაქტი ბატონ ბიძინას არ გაუყალბებია. მან თქვა, რომ არ გაუსაჩივრებია და ეს ბატონმა შალვამ დაადასტურა, რომ არ გაუსაჩივრებია ეს და რადგან არ გაუსაჩივრებია, ამის გამო უზენაესი სასამართლო შეზღუდული იყო თავის შეძლებლობებში. აი ეს თქვა ბატონ ბიძინამ. ეს ფაქტი, რომ არ გაუსაჩივრებია, ბატონმა შალვამ დაადასტურა. რა შეეხება შეფასებებს, რომ კითხვის ნიშანს, რომ ეს რატომ გააკეთა, ეს უკვე სუბიექტური შეფასების საგანია. ბატონმა შალვამ დღეს განმარტა ეს რატომ გააკეთა, მაგრამ ფაქტის სიმახინჯე სად არის, მითხარ, ფაქტის დამახინჯება სად არის? ფაქტის დამახინჯებაზე არ დამისვავს კითხვა დავსვის შეფასებაზე. სწორედ მაინტერესებს, როდესაც გირგვლიანის საქმეზე ბიძინა ივანიშვილი არა კითხვის ნიშნის ფორმით, არა რიტორიკული კითხვის ფორმითაც კი არამედ გადაწყვეტილად გადაჭრით თავის აზრად ამბობს გირგვლიანის საქმეში შაუგულიძე იყო თამაშის მონაწილე. მაინტერესებს თქვენ იზიარებთ თუ არა მის ამ მოსაზრებას? გირგვლიანის საქმეზე შალვა შაუგულიძე იცავდა დაზარალების ინტერესებს, იცავდა ისე როგორც მას და დაზარალების ოჯახს მიაჩნდა სწორი, მაგრამ კონტექსტში უნდა შეხედო ნინო ამ საკითხს და არა კონტექსტი ამოგდებს. საუბარი იყო იმაზე, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ჰქონდა თუ არა იმ საკითხზე მსჯელობის უფლება, რაც გასაჩივრებული არ იყო და ბატონ ბიძინას თქვა, რომ არ გაუსაჩივრებია და როგორ იმსჯელებდა იმ საკითხზე, რაც გასაჩივრებული არ იყო და დღეს ბატონმა შალვამ დაადასტურა, რომ არ გაუსაჩივრებია მას ეს პირველი ინსტანციის განაჩენი. შესაბამისად უზენაესი სასამართლო ამოწმებს წინა ინსტანციამ რა განიხილა და წინა ინსტანციაში არ ყოფილა ეს გასაჩივრებული და როგორ განიხილავდა იმ საკითხსო, რომელიც გასაჩივრებული არ იყო. აი არის აი ნახეთ სად არის ბმა და არა იმაში შეფასება რომელიც არის სუბიექტური გამოხატვის მის სუბიექტურ გამოხატვას ადამიანს ბრალი რომ რატო აქვს ესეთი შეფასება და ფაქტი სად არის? აი ყალბი ფაქტი სად არის, როცა თქვა ასე სვამ
არია, ნახეთ. ფაქტი გააყალბა. მე ხომ არ მithქვავს ის რატომ აკეთებს ამ განცხადებას, ან მას რატომ აქვს ასეთი სუბიექტური აზრი. მე გითხარით რომ მას აქვს ეს აზრი. მაინტერესებს თქვენ ეთანხმებით თუ არა, თქვენ ამბობთ, თქვენ უკეთებთ ასეთ კონტექსტს ამ ჩემს კითხვას. ამ დროს ჩემი კითხვა მდგომარეობს სულ სხვაგან, სულ სხვა რამეში, გირგვლიანის საქმეში შავგულიძე იყო თამაშის მონაწილე. იყო თუ არა ეს ივანიშვილის განცხადება გუშინ და ეთანხმებით თუ არა თქვენ მას, როგორც ერთი კონკრეტული დეპუტატი ამ სუბიექტურ მოსაზრებაში. არ უთქვამს ეს ბატონბიძინას დასვა კითხვის ნიშანი და დასვა ის ლოგიკური კითხვის ნიშანი არ დაუსვამს ბატონ ზაქარია და ადასტურა მეთქე. კითხვის ნიშანი არ დაუსვამს ეს ძალიან გადაწყვეტილი გამოგჩათ რომ ეკონომიკაზე ელაპარაკა, განათლებაზე ელაპარაკა, ოკუპაციაზე ელაპარაკა და რა ქვია, ეკონომიკაზე ელაპარაკა ეს გამოგჩათ თქვენ და ოკუპაციაზე რომ ელაპარაკა, მე მგონი ეს თემა ძალიან ესეთია, საინტერესოდ განსახილველი შემდეგ არავითარ შემთხვევაში არ გამოგჩენია, მე ვთქვი პრიორიტეტული თემები, რომელსაც მან გაუსვა ხაზი თავის ინტერვიუში 4-დან 3 რაც თქვენ თქვით, ის შეეხო ძალიან გაკვირვით სხვა თემებს. მან თქვა რომ კვირიკაშვილთან იუნისეფის არა შალვას დაუბრუნდა ბევრჯერ თავის შეფასებებით შეეხო შალვასაც შავგულიძეს მას დაუბრუნდა რამდენჯერ დაუბრუნდება კი ბატონო მე ხომ არ ვამბობ რომ ეს მისი უფლება არის ეკონომიკაზე არ უსაუბრია რა ქვია სიღარიბეზე არ უსაუბრია განათლებაზე არ usაუბრია ნახეთ რა შესაქმე საქმე იმაში გახლავთ რომ შავგულიძეს ის დაუბრუნდა რამდენჯერმე თუ არ ვცდები 4-ჯერ და რაც შეეხება ეკონომიკას მაგალითად მან თქვა რომ კვირიკაშვილი თან მოვიდა კამათ იმის გამო რომ ოდესღაც იუნისეფის დასკვნა ნახა რომელიც შესახებაც მან არ იცოდა რომ ქვეყანაში იყო სიღატაკე და ეს ჩაუთვალეთ თქვენ მას ეკონომიკაზე მსჯელობად ასევე მან თქვა რომ ქვეყანაში საქმე არც ისე ცუდათაა როგორც ეს აღქმა არსებობს და ეს ჩაუთვალეთ თქვენ მას ეკონომიკური ხედვების წარმოდგენად მე ვერ დაგეთანხმებით რომ ეს იყო პრიორიტეტული მის გამოსვლაში ის შეეხო ნაწილობრივ ძალიან გაკვირვით ამ თემებს შეეხო საფუძვლიანად შავგულიძეს ამიტომაც გეკითხებით უკვე მე რამდენი ნაწილობრივ მაინც შეეხო კარგი გაკვირვით ნაწილობრივადაც არა ძალიან 4 თემას იქიდან ერთ-ერთ საერთოდ არ შეხებია მოდით ვთქვათ ოკუპაციის თემას ის საერთოდ არ შეხებია და ამ შემთხვევაში თქვენ არ ამბობთ მართალს მოდით პირდაპირ არ ვიტყვი რასაც ამბობთ არ ამბობთ სწორს არ ამბობთ სიმართლეს ოკუპაცია მას საერთოდ არ უხსენებია თავის ინტერვიუში შემიძლია გითხრათ ზუსტად მოდით დავუბრუნდეთ კითხვას რომელსაც 21 წლიან პერიოდში რო საუბრობდა იქ საუბრობდა იმ ემოციურ გადაწყვეტილებებზე რასაც მოყვა მან თქვა ეროვნული ხელისუფლების დამხობა რა ქვია სამოქალაქო ომი ქვეყნის ოკუპაცია ავტორიტარული რეჟიმის მოყვანა როგორ ასაუბრობდა წერილში დაწერა და გუშინ ტელევიზიაში თქვა და წერილი სხვა არის რუსეთი არ უხსენებია საერთოდ თქვენ გინდათ ოკუპაცია არ უხსენებია ბატონ ზაქარია ძირს რუსეთის ფედერაცია არავითარ შემთხვევაში უბრალოდ თქვენ როდესაც ამბობთ თქვენ როდესაც ამბობთ რომ მან ისაუბრა ოკუპაციაზე მას არ უსაუბრია ოკუპაციაზე მან თქვა რომ 1991 წლიდან 2011 წლამდე პერიოდი შეიძლება განვიხილოთ თავდაღმართში სვლად და აი ამ ფორმის შეფასებები იყო 20 წლიანი ისტორიის 30 წლიანის რასაც თქვენ ბრძანებთ და არ ვიცი ეს რამდენად არის ოკუპაციასთან რაიმე ბმაში ეს კონკრეტული მისი ფრაზები. კაი დაგითმობ ნინო ამ თემას დაგითმობ. იმ სამ თემას არ უსაუბრიათ? მოდით ამ დავას არა ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ რომ ამაზე ძალიან გაკვირვით ისაუბრა და განათლების რეფორმის კონცეფციაც კი არ არსებობს ამ დრომდე ფურცელზე დაწერილი შესაბამისად ის უბრალოდ ვერ ისაუბრებდა ამ თემაზე როგორც პრიორიტეტზე სიღრმისეულად. მოდით ისევ დავუბრუნდები კითხვას რომელიც თქვენთან მაქვს. ეთანხმებით თუ არა მის სუბიექტურ მოსაზრებას როგორც თქვენ თქვით რომ შალვა შავგულიძე თამაშობდა ნაციონალური მოძრაობის თამაშს. არ უთქვამს ბატონ ბიძინას ეს მან დასვა შეკითხვა რომ ეს მისი მოქმედება იყო განზრახი მოქმედება თუ იყო შეცდომა შეკითხვა დასვა ამის თავობაზე პარტიის თავმჯდომარეა ბატონ შალვა არც კრიტიკას არც ლანძღვას არ აკლებს ბატონ ბიძინას როგორც პარტიის თავმჯდომარეს და მანაც დასვა ეს შეკითხვა ამ შეკითხვის შინაარსი რომ მას
მან ეს განზრახ გააკეთა, რომ ფაქტი სისწორე დაუდასტურა ბატონმა შალვამ, უბრალოდ მან ახსნეს იურიდიული ტექნიკიდან გამომდინარე, იმ ტაქტიკიდან გამომდინარე, რაც აი ბატონ ზაქარია, მოდით ამ შემთხვევაში ოჯახთან ერთად და მოდით ამ შემთხვევაში ბატონ ბიძინა შეფასების უფლება ჩამოვართვათ, კითხვის დასმის უფლება ჩამოვართვათ და ყველა დანარჩენს ყველაფრის უფლება გვაქვს. ნახეთ, მოდით ამჯერად მე დაგითმობთ, გაიზიარებდით თუ არა მის ვარაუდს, რომ ის შესაძლოა თამაშობდა ნაციონალური მოძრაობის თამაშს. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე გამოვრიცხავ, რომ შალვა შავგულიძე იმ მომენტში თამაშობდა ორმაგ თამაშს, მე ამას პირადად გამოვრიცხავ და საერთოდ ეჭვიანი ადამიანი არა ვარ და ყველა ადამიანს ვეძებ კარგს და შალვა ამ შემთხვევაში გამონაკლისი არ არის ჩემთვის, მაგრამ შეკითხვის უფლება და კითხვის დასმა, რაც დღეს ბატონმა შალვამ დაადასტურა, კი, მე არ გავასაჩივრებ და რო არ გავასაჩივრე, ეს იმ კონტექსტში იყო ნათქვამი, რომ უზენაეს ქონდა თუ არა, უზენაეს მოსამართლეს ქონდა თუ არა მე უფლება არ გასაჩივრებულზე ემსჯელა. აბა თქვენ მიპასუხეთ, არ გასაჩივრებულ გარემოებაზე იბჯელებდა უზენაეს სამართლის მოსამართლე? თუ ის არ იყო წინა ინსტანციაში ეს საქმე ძალიან შორს წაგვიყვანს ჩვენ ახლა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მურუსიძეს ქონდა ამ საქმის უკან დაბრუნების იურიდიული ბერკეტები. ნელა ისაუბრეთ, რომ ბუნდოვნად მოდის თქვენი ხმა და რო გავიგოთ და ნელა ისაუბრეთ თუ შეიძლება, ბოდის ვიხდი. კარგით, ნელა გეტყვით, რომ მურუსიძეს ქონდა იურიდიული ბერკეტი, რომ უკან დაებრუნებინა ეს საქმე წინა ინსტანციაში, ვინაიდან ეს იყო დაცვის მხარის მოთხოვნა, ასე რომ ეს იყო ბრალდების მხარის მოთხოვნაც, ასე რომ ეს თემა ძალიან შორს წაგვიყვანს, ახლა ჩვენ რომ ვიმსჯელოთ გავანებოთ ამას თავი, უბრალოდ მე მაინტერესებდა თქვენი აზრი, ემთხოვდა თუ არა ამ შემთხვევაში შალვა შავგულიძესთან დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილის პოზიციას. რაც შეეხება ჩემს შემდეგ კითხვას, გუნდიდან წასულ სხვა პირებზე ასეთი დოზით აქცენტის გაკეთება, ყველაზე ვინც წავიდა, ყველა ვინც მას აკრიტიკებს, რამდენად სწორად მიგაჩნიათ? მე მიუხედავად იმისა, რომ ვარ ქართული ოცნების დამფუძნებელი და ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლი, მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ჩემი პოზიციონირება ფაქტების გარშემო ავაწყო, ნინო, რომ დავტოვებ ძალიან მცირე ადგილის სუბიექტური შეფასებისთვის. აქაც ჩვენი გუნდიდან წასვლების მიმართებაში ბატონო ბიძინამ ბრძანა, რომ საფუძველი ცარიელ კარებსა გავსო, იმიტომ რომ გაუქმდა სია, შემოვიღეთ ობიექტური პროცედურები, შემოვიღეთ გაზომვადი კრიტერიუმები, პარლამენტის პრიორიტეტი და დავიცავით, რომ პარლამენტმა ეს მიიღოს და განიხილოს და თუ უნდა დაამტკიცოს, თუ არ დაამტკიცოს, კიდევ უფრო წინ წავიდეთ, თქვით, რომ არ იქნება პოლიტიკური კენჭისყრა და იქნება თავისუფალი კენჭისყრა და აი ეს საფუძვლები აღარ არსებობს, რაც შეიძლება ყოფილიყო დეკემბრის თვეში და ამიტომაც ამასო ვერაინ ვერ გამოიყენებსო გუნდიდან წასვლის რეალურ მიზეზად, ეს თქვა კაცმა და თუ ის კანონი არ წავიკითხავს, ვინ კანონი ჩვენ შევიმუშავეთ და რომელსაც პარლამენტი განიხილავს, იქ ხო წერია უკვე შავი თეთრზე, რომ პროცედურებით შემოვიღეთ, კრიტერიუმების დავაწესეთ, პარლამენტის ჩაერთვება პროცესში, კომიტეტის ჩაერთვება პროცესში, ცუდებს ჩავაგდებთ, თუ ვინმე გაბედავს და ცუდს წარმოადგენს და თქვენ ამას დაინახავთ, ცოტა მოგვიანებით, როცა ამის დრო მოვა, ყველა იურის მიეცემა კონკურსში მონაწილეობის საშუალო კონკურსი იქნება ღია და არა დახურული. ანუ ეს საფუძვლები, რის გამოც ეს ხალხი ჩვენგან წასვლას ამართლებენო, ეს საფუძვლები არ არსებობსო. ამიტომ უწოდა მას ღია კარები და ეხლა კანონ პროექტი დაწერილია, წავიკითხოთ იმ კანონ პროექტში არის თუ არა ეს პროცედურები და წესები შემოღებული და შეიძლება თუ ეს წესები გამختارიყო დავის წასვლის რეალური მიზეზი. აი ეს თქვა ამ პიროვნებამ და აქაც ისე გადავიდეთ ამ იმაზე, ამ ფაქტობრივ მდგომარეობის შეფასებაზე, რომ არის თუ არა ეს კანონი, მიღებულია თუ არა კრიტერიუმები, რომელიც არასდროს არ არსებობდა, მიღებულია თუ არა პროცედურები, რომელიც არასდროს არ ყოფილა პარლამენტში, აქვს თუ არა პარლამენტის ბოლოს სიტყვის უფლება და ასე შემდეგ და გაირკვევა მტკვარ მართალი ძალიან მარტივად. რაც შეეხება აი ყოფილი თანაგუნდელების შესახებ, რომ იგივე შავგულიძე, ხუხაშვილი, უსუფაშვილი, სანიკიძე ნაციონალების ოპოზიციაში რომ იყვნენ, შეიძლება ახლა მე ეს დავიჯერო, მან თქვა, თქვენ ამაში გეპარებათ ეჭვი? ნინო ვერ გავიგე რაში მაქვს ეჭვი? რა სამწუხაროა რომ ნაწილობრივ გესმით ხოლმე დეტალები, ნაწილობრივ არ გესმით, მაგრამ მოდით გავიმეორებ. ხუხაშვილი, უსუფაშვილი, სანიკიძე ნაციონალების ოპოზიციაში რომ იყვნენ, შეიძლება ახლა დავიჯერო? აი ამას კითხულობს, თქვენც გაგიჩნდათ ეს ეჭვი ამ კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით? ნახეთ ნინო როგორ არის ბატონ ბიძინას დღეს თავს ესხმის ყველას ვისაც გაუხარდება და ესხმიან დიდწილად უსამართლოდ
ძალიან მცირე წილი შეიძლება იყოს ამ თავდასხმაში სწორი. აბსოლუტური თავდასხმების უმრავლესობა არის ძალიან უსამართლო. და რა თქმა უნდა ძალიან უსამართლო ასევე ის რომ ანტოლობა დასვა ბიზნესსა და მიხეილ სააკაშვილის შორის, ან ზოგიერთ კიდევ უფრო შორს წავიდა და ამბობს ეს რაღაცა ნაციონალურ მოძრაობის დროს კი არ მოხდა საქართველოში. ფაქტს ვერ ასახელებენ რა მოხდა იმაზე მეტი ვიდრე მაშინ ხდებოდა და მაინც ამ შეფასებას აკეთებენ და როცა ამ შეფასების გამკეთებლები დღეს აღმოჩნდნენ ნაციონალურ მოძრაობის გვერდზე. რატომ არ აქვს ბატონ ბიზნესს უფლება შეაფასოს ეს ხალხი კრიტიკულად? აი რატომ არ აქვს? მე არ ვიტყვი რომ არ აქვს. მაინტერესებს იზიარებთ თუ არა თქვენ ამ პოზიციას, რომ თქვენი ყოფილი თანაგუნდელების ამდენი ხნის განმავლობაში ზოგი იყო ლიდერი, ზოგი იყო იდეოლოგიური მხარდამჭერი ქართული ოცნების მისი რაღაცა მესიჯ ბოქსების შემდგენიც კი და დღეს აღმოჩნდა რომ თქვენ ამდენი ხნის მანძილზე თანამშრომლობდით თუ იყავით ნაციონალური მოძრაობის ტყვეობაში მისი მასთან დაკავშირებული პირების ხელში, ასე როგორ გამოგეპარა ეს პროცესი თუ ეს ასე იყო? ნინო, თქვენ დაჟინებით ითხოვთ ჩემგან, რომ იარლიყების მიწებებით მოვახდინოთ მოსაზრების შეფასება. იარლიყების მიწებებით, რომ ეს იყო თუ არა მაშინ შემოგზავნილი, ეს იყო თუ არა მაშინ ეს ნაციონალური მოძრაობის მოთამაშე. მე სხვა რამეს პასუხობ თქვენ. მე სხვა რამეს გიხსნით, რომ ადამიანები, რომელიც ბიზნეს და მიხეილ სააკაშვილის შორის ტოლობის ნიშანს სვამენ და კიდევ უფრო მეც ამბობენ, რომ უფრო უარესი ხდება ბიზნეს დროსო, ვიდრე მაშინ მოხდაო, რა თქმა უნდა, მათ მიმართ რთულია, რომ შეფასებები იყოს რბილი. და რამდენი თავდასხმა განხორციელდა ბიზნეს ივანიშვილზე. წელიწადში ერთხელ გამოდის კაცი და იცავს თავის თავს და მაშინაც კი ამბობთ რომ რატო აკეთებს ამას, რატო ამბობსო და ბოდის ვიხდით თქვენ რომ გაგაბრაზოს ვიღაცამ. თქვენ მტერთა უნდა შეიკრათ? ქვეყნის მტერთა უნდა შეიკრათ, ვისაც მიმც მიგაჩნდა რომ ქვეყნის მტერი იყო? ამიტომაც აქ აქვს ამ შეფასებას ობიექტური საფუძველი. ვიმეორე მე ძალიან უფრთხილდები ადამიანურ ურთიერთობებს, მაგრამ ნახეთ იმათი შეფასებები როგორია. და მე გავაკეთოთ დავაპირისპიროთ ბატონ ბიზნეს შეფასება და ვნახოთ ვინ არღვევს ეთიკურობას, ვინ არღვევს ობიექტურობას, ვინ ხრის ჯოხს ზომაზე მეტად. რაც შეეხება თქვენ როდესაც ამბობთ უკვე მე რამდენით რომ თითქოს და ჩვენ ვაკრიტიკებთ რატომ ამბობს ის რამეს, ჩვენ ნამდვილად არ ვაკრიტიკებთ რატომ ამბობს ის რამეს, ჩვენ უბრალოდ ვარკვევთ რას ამბობს ის და რას ფიქრობთ თქვენ გუნდი მის გამონათქვამებზე, რამდენად ერთსულოვანი ხართ და შესაბამისად რა პრიორიტეტები აქვს მმართველ გუნდს. ამითი შემოიფარგლება ჩემი ინტერვიუს ყველა შეკითხვა და დანარჩენი ყველაფერი, რასაც თქვენ ამბობთ, არის ბუნებრივია თქვენი აღქმა. უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ მე მხოლოდ კითხვებით შემოვიფარგლები და არავითარ შემთხვევაში იმით თუ რატომ ამბობს ამას ან იმას ადამიანი. მაინტერესებს სულ სხვა რამ. აი, როდესაც გუშინ ბიძინეევაშვილმა ასეთი რამ თქვა, ნახეთ, რომ ჩვენ მედია სივრცეს თუ ანალიზს გავუკეთებთო, მან თქვა, ბოლო რამდენიმე დღე ჩვენ ბჭობა გქონდა გუნდშიო, იქ საშინელება იხატებაო. გარდა იმისა, რომ ბილსიტყვაობა ვაგასაგებია ის, ვისაც გულისხმობს, ის ფიქრობს, რომ უკვე ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა დგას მედიის შემხედვარე და ძალიან რთული მდგომარეობა ამ თვალსაზრისით. ის დარდობს, რომ 2020 წლისთვის თუ კი ასე გაგრძელდება მედიაში საქმე, შესაძლოა მივიღოთ ბრჭყალებში ჩავსო ეს მისი ფრაზა გამოთაყვანებული საზოგადოება. მაინტერესებს აი, როცა გუნდში ბჭობთ, რა გამოსავლებს ეძებთ, რომ აი ეს პრობლემა, თქვენ რომ ასე აღიქვამთ ეს პრობლემა მოიგვაროთ? კარგი შეკითხვაა, ნინო, იმიტომ რომ მართლაც ცნობიერების ამაღლება არის არა მარტო ხელისუფლების, არამედ ყველას მოვალეობა. და რა თქმა უნდა მედიის მოვალეობაც არის ცნობიერების და საზოგადოების გემოვნების ამაღლება. მე დავამატებდი აი მეორე მახასიათებას. არა მარტო ცნობიერება, არამედ პლუს გემოვნებას. და არა პირიქით რა ქვეტვინების გამორეცხვა და გემოვნების განვლება, ხო? ეს ყველა ჩვენთაგანის მოვალეობა და მე ვგრძნობ, რომ ეს პრობლემა არსებობს ჩვენ ქვეყანაში. არსებობს ძალიან სერიოზული პოლიტიკურ საზოგადოებაში, არსებობს ძალიან დიდი პრობლემა სამოქალაქო და მედია საზოგადოებაში.
საზოგადოებაში, როცა ღირსებას არ მიიჩნევენ ღირებულებად, ღირსების შელახვა გონიათ, რომ ეს არის ჩვეულებრივ გამოხატვის თავისუფლების ნაწილი და გამოხატვის თავისუფლება გაძლევს ადამიანს. ბატონ ზაქარია, არა მარტო ფაქტები. მე ცოტა სხვა რამ ვიგულისხმე, ვიკითხე. არამედ ღირსება შეუულა. კი ბატონო, გასაგებია თქვენი აზრი. ცოტა სხვა რამ ვიკითხე, ნახეთ, აი ამ პრობლემის მოგვარებას მართველი გუნდი, რომელსაც მედია არ მოსწონს, რითი აპირებს ეს არის საინტერესო აი მაშინ როდესაც აი ამ ფონზე დღეს დაგვიბრუნდება ბატონ ზაქარია კავშირი გაწყდა მასთან ჩავმთავრებ თუ შეიძლება მაშინ ამ კითხვას რახან დრო გვაქვს მაშინ როდესაც დღეს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე პრემიერი იდგა ტრიბუნასთან მას ეკითხებოდნენ ავგან მუხტარლიზე ხმების მოსყიდვაზე საარჩევნოდ მაგალითად კიდევ ვია კერძაიაზე და ასე შემდეგ აი როდესაც მედია აშუქებს ამ თემებს თქვენ ფიქრობთ რომ ამით ათაყვანებს საზოგადოებას და ამ პრობლემის მოგვარებას ეცდებით? აი ეს კითხვა გამიჩნდა. მედიას როლი არა მარტო იმაში მდგომარეობს, რომ ფაქტები ობიექტურად ასახოს. არამედ მედიას როლი მდგომარეობს იმაში, რომ შეფასებებისას იყოს ასევე მაქსიმალურად სამართლიანი. ნინო გესმით ჩემი ხმა? დიახ, მესმის. დაიკარგა სიგნალი ესე. დიახ, მესმის. გესმით ჩემი ხმა? დიახ, ბრძანეთ. შესაბამისად, არა მარტო ფაქტების ჩვენება, აი ზუმერი შემოდის რაღაც ისე. კენ გაასწოროთ. დიახ, ბატონ ზაქარია, ხაზზე ხართ, როგორც ვიცი და ბრძანეთ, დიახ. გესმით? დიახ. ამიტომ ჩემი აზრით თუ თანხმდებით იმაში, რომ ცნობიერების ამაღლება და გემოვნების ამაღლება ყველა ჩვენთაგანის მოვალეობა, რა თქმა უნდა, ცნობიერების ამაღლება ჩვენ როგორც მიზანს ვერ მივახცევთ, თუ მედიამ ფაქტები დაამახინჯა და შეფასებებში იყო არაობიექტური. ამიტომაც პრობლემა მდგომარეობს არა იმაში, რომ რაღაცა ცუდს აშუქებთ. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ცუდის გაშუქებასთან და კარგს არ აშუქებთ. და ცუდის გაშუქებასთან და კარგს არ უთმობთ იმის ნახევარსაც კი. აი ამაში მდგომარეობს პრობლემა, თორე ვის აქვს უფლება რომ მედია ცუდის გაშუქება აუკრძალოს, მაგრამ ავაშენეთ 2 კილომეტრიანი გვირაბი დარიალის ხეობაში. აი აქ კიდევ ერთხელ მიწევს განმარტება. გაშუქა ეს ამბავი. ეს საუკუნის მოვლენაა. და შესაბამისად, როცა რა თქმა უნდა, არაშუქებ იმის ნახევარსაც. მედიის ფუნქცია არის კრიტიკული თემების იდენტიფიცირება და ამის სიღრმეებში ჩასვლა. იქ სადაც უნდა აკონტროლოს ხელისუფლება საზოგადოებამ, ჩვენ საზოგადოების წარმომადგენლები ვართ და შესაძლოა აქ ვიღაცა სიტყვას გადაუცდეს კი ბატონო, მაგრამ ეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება. ამიტომ კარგი საქმეების გაშუქება ეს სხვა სამსახურების პრეროგატივაა და არა დამოუკიდებელი მედია საშუალებების. თუ რომელიმე მედია საშუალება მობმულია მართლ პარტიაზე, კი ბატონო, ის უფრო მეტი წილით აშუქებს პოზიციას. ამიტომ თქვენ მართლ პარტიას სულ გაქვთ ეს პრობლემა, რომ ფიქრობთ, რომ ჩვენ უნდა გავაშუქოთ ნიშნულოვანია ის წარმატებები, რაც მთავრობას აქვს. არა და ეს ჩვენი ფუნქცია არ არის. ეს თუ მაინც და მაინც თქვენი PR სამსახურების მცდელობის შედეგი უნდა იყოს. დაამთავრეთ თქვენი აზრის გამოხატვა. დიახ. აი თქვენ ახლა ბრძანეთ და თქვენ ლექტორი ხართ, ამას უკითხავთ თქვენ სტუდენტებს, რომ ჩვენიო მედიის ამოცანა არ არისო კარგი ამბების გაშუქება, რასაც მთავრობა აკეთებსო. ეს თქვით ახლა ხო? ჩვენი ამოცანა ეს არ არის რომ კარგი ამბები გავაშუქოთ. ჩვენი ამოცანა არის კრიტიკული პრობლემური თემების. არა, დიახ, კი ბატონო, კრიტიკული თემების თუ კი ვინმე სადმე რამე გადაუცდება, იმის გაშუქება არის ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი. კრიტიკული დავარქვათ. დიახ. კი ბატონო, ესეთი როგორც ავგან მუხტარლის საქმეა, ხმების მოსყიდვის საქმეა, კი ბატონო, იაკერზაიას საქმეა. აი ესეთი თემებია ჩვენთვის უფრო პრიორიტეტული. თქვენ ბრძანეთ ახლა რომ ჩვენი მედიის ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ კრიტიკული ამბები გავაშუქოთ მხოლოდ. ეხლა გისვამთ შეკითხვას. რატომ არის თქვენი ამოცანა მხოლოდ კრიტიკული ამბების გაშუქება? იმიტომ რომ ადამიანებს ეხებათ ეს. იმიტომ რომ ეს ჟურნალისტიკის არსია ბატონო ზაქარია ჩვენ ახლა ამაზე შორს ვეღარ წავალთ იმიტომ რომ ჟურნალისტიკის არსია ეს ჟურნალისტიკის პროფესიის დანიშნულება კი ბატონო ადამიანებს ემსახურო იმისთვის რომ მათ მიიღოს სწორი ინფორმაცია არჩევანის გაკეთების ადამიანებს ემსახურო ჟურნალისტიკაც ხო ადამიანებს ემსახურება და თქვენ ფიქრობთ რომ ადამიანებს მარტო უარყოფითი ჩვენება ემსახურება და ადამიანს ვაჩვენოთ მათთვის სასარგებლო კანონის სადმი ვიღეთ მათთვის სასარგებლო ხიდის ადავაშენეთ მათთვის სასარგებლო გვირაბის ადგილავიყოთ ეს ხალხს დააზიანებს ეს ძალიან გაცდა ჩვენი საუბრის თემას თუმცა თუ ამაზე ფული უნდა გადავიხადოთ ჩვენ ცალკე როგორც
ფული უნდა გადაგვახტენოთ ამას ცალკე. ხო, კაი ამბების რო ხალხის სასარგებლო ამბებია არა, ბატონ ზაქარია, არსი ჟურნალისტიკის არის სხვა რამეში, როდესაც აბა ცუდის ვაჩვენებთ, თუმცა ჩვენი მოვალეობაო, კარგს არ ვაჩვენებთ იმის გამო, რომ ჩვენი მოვალეობა ისრადა. უფრო მეტად ჩვენ გვევალება, რომელიც ხალხის სასარგებლოა. ძირითადად ჩვენ გვევალება, რომ რასაც აფუჭებს ხელისუფლება, თუ კი რამეს აფუჭებს, ან ეჭვი შეიძლება გვაქვს, რომ აფუჭებს. ამაში გეთანხმებით, მაგრამ მე სხვა რამეს ვიძახი, რომ მაგაში გეთანხმებით, მაგაში არ გედავებით, რომ თქვენი მოვალეობა არის, რომ თუ ხელისუფლება რამეს აფუჭებს, გააშუქოთ, ეს არის ჩვენი ძირითადი მოვალეობა, ამით დავასრულოთ. იმაში არ გეთანხმებით, როცა თქვენ საუბრობთ, რომ ჩვენი მოვალეობა არ არის, საერთოდ გავაშუქოთ რა ხდება ხალხისთვის კარგიო. ეს არის თქვენი სტანდარტი, რომ ესე იგი თქვენი მოვალეობა თუმე არ არის, რომ ხალხისთვის კარგი რაც ხდება, ეს არ გააშუქოთ. ბატონ ზაქარია, ამას ფული გადავახტენოთ რეკლამის ფულის სახით? ჩვენ ნახეთ ყველა არჩევნებზე თქვენ გითმობთ ხოლმე ტრიბუნას, ყველა მმართველ პარტიას, ყველა ოპოზიციას, ყველა ძალიან პატარა წარმომადგენლობასაც კი. საიმისოდ რომ თქვენ მოუყვეთ საზოგადოებას რა გააკეთეთ, ნახეთ რა გააკეთეთ და ამ ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ ხოლმე რომ აი ახლა თქვენ როდესაც ხართ ეთერში, ნახეთ თქვენ როდესაც ხართ ეთერში, თქვით რომ გაკეთდა დარიალის ხეობაში ხიდი. კი ბატონო, თქვენ ხომ თქვით ეს. კი ბატონო, ამაზე აქცენტები არ არის ჩვენი მოვალეობა. არ არის ჟურნალისტიკის არსი, ჟურნალისტების დანიშნულება ეს არ არის. გამოთქვით თქვენ საზოგადოებას კი არ ეხმარებით. საზოგადოებას კი არ ეხმარებით, თქვენ მარტო თავრობას ჯიბში ხარ ჩამდგარი. ესაა თქვენი მთელი მოწოდება? რომ სამთავრობო ჯიბში იყო ჩამდგარი? თქვენ რომ გაიხედოთ, თქვენ რომ გაიხედოთ სამთავრობო ფარგლებს გარეთ განვითარებულ ქვეყნებში ყველგან მედია იქცევა ასე. ხალხის სასარგებლოდ იყო ჩართული, როცა ხალხის სასარგებლოდ აკეთებს. ნინო, როგორ შეიძლება ასეთ სტანდარტით მიდგომა, რომ ჩვენი მოვალეობა ბატონ ზაქარია, თქვენ ახლა მე რას მედავებით, იცით რომ შევცვალოთ ჟურნალისტიკის დანიშნულება და ჩვენ ეს არ გამოგვივა, იმიტომ რომ ამის ფუნდამენტი საუკუნეების წინ ჩაიყარა და ჩვენ ახლა ამ დისკუსიაში ამ საფუძველს ჟურნალისტიკისას ვერ შევცვლით. უბრალოდ მე სულ მიწევს ამ თემაზე საუბარი ხოლმე მართლი პარტიის წარმომადგენლებთან. და მე შემიძლია თქვენს გამოგიგზავნოთ სახელმძღვანელოები, რომელშიც ეს წერია. ფუნდამენტი. მაგალითად ნინო. რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს თავის ფუნდამენტი, პრინციპული ასოვრები. და მე-19 და მე-20 საუკუნის ჟურნალისტიკა ნუ მოკავთ 21 საუკუნის სტანდარტების საფუძვლად. სტანდარტი არის სტანდარტი, დანიშნულება არის დანიშნულება. 21 საუკუნეში განვითარდა ტექნოლოგიები, მაგრამ დანიშნულება ვინ დაადგინა, მითხართ ეს στանդარტი, ვინ დაადგინა, რომ ხალხისთვის სასარგებლო არ უნდა გავაშუქოთ და ხალხისთვის საზიანო უნდა გავაშუქოთ. ჩვენ ახლა აღარ გამოგვივა ეს საუბარი, იმიტომ რომ ძალიან ჩიხში შევედით. ჩვენ უბრალოდ ჟურნალისტიკის არსს უნდა გავცდეთ, ჩვენი აუდიტორია თვითონ გაარკვევს თუ მაინცსა და მაინც რა ევალება ჟურნალისტს და რა მოწონს მას უფრო მეტად რომ მოისმინოს. მე ნინო არ გეკამათებთ ჟურნალისტიკის მოწოდება მე არ გეკამათებით ნიო იმაში ჟურნალისტიკის მოწოდება დიახაც სწორი ხართ არის ადამიანის უფლებების დაცვა, მთავრობის კრიტიკა, ჩასაფრება, მხილება, ამაში არ გეკამათებით და გეთანხმებით. იმაში არ გეთანხმებით, რომ ხალხისთვის სასარგებლოს ჩვენება ჟურნალისტიკის მოვალეობა არ არისო. ხალხისთვის სასარგებლო მიღწევები წარმოჩინება ამის პრიორიტეტად, ამის მაამებლობა, მთავრობის მაამებლობა ჟურნალისტიკის დანიშნულება არ არის. მთავრობა ამას უნდა აკეთებდეს. მთავრობა და ხალხს ების გარეშეც ნახეთ ხალხის საზოგადოებას რასაც პირდება ეს ისედაც უნდა გააკეთოს მთავრობამ და ამის განსაკუთრებული ხაზგასმა მაამებლური ჟურნალისტიკის დანიშნულება არ არის. ეს მოვალეობა თქვენ არჩეული ხართ, თქვენ ხელფასებს იძებთ ამაში და თქვენ ისედაც უნდა გააკეთოთ ეს. თქვენ გევალებათ ხიდების აშენება, თქვენ გევალებათ ეკონომიკის გაუმჯობესება, თქვენ გევალებათ მაყურებელი ხელფას გიხდის. მე ჩემი კომპანია მიხდის ხელფასს. სასარგებლო რამეები აჩვენოთ. ნახეთ როგორ მიხდის ჩემი კომპანია ხელფასს. იმ რეიტინგით, რასაც ახლა ჩვენი საუბარი გამოიმუშავებს. ანუ ეს რომ მაამებლური საუბარი იყოს, მე რომ თქვენ მოგაყოლოთ ის, რაც ისედაც თქვენი მოვალეობაა, ეს საუბარი არ იქნება აუდიტორიისთვის სასიკეთო და საინტერესო. ამაში გარწმუნებთ. მოდით სხვა დროს შევხვდეთ ჩვენ. არ იქნება აუდიტორიის საინტერესო. არ იქნება საინტერესო, იმიტომ არ იქნება საინტერესო, იმიტომ საუბარი ეს თქვენ არ გეხებათ. კვალიფიციური საუბარი სერიოზულ თემებზე საპენსიო რეფორმის ავკარგენობრო დავინახოთ. გაანთლების რეფორმის ავკარგენობრო დავინახოთ. ამაზე ჩვენ სულ საუბრობთ. ამას ჩვენ გადაცემებს ვუძღვნით. ეს არ გინდათ ამ თემებზე. როგორ არ გვინდა ჩვენ გადაცემები გვაქვს მიძღვნილი. სტანდარტებით აცხოვროთ საზოგადოება და. ბატონო
არა, მოკლედ ჩვენ ვერ შევთანხმდით ამ თემაზე, ვერ სხვა ვიდეო თემაზე. პატრონის საზოგადოების სტანდარტებით ხო არ უნდა ვაცხროთ საზოგადოება რა? კი, მაგრამ არ გამოგვივა ჩვენ მთავრობის მაამებლობა, ეს რაც არ უნდა დაკვეთა იყოს და რაც არ უნდა უნდოდეს თქვენი პარტიის ლიდერს. მადლობა ზაქარია ქუცნაშვილს, რომელიც პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. არა, მაამებლობა რა შუაშია, ნინო? მაამებლობა არაფერ შუაშია. მაამებლობა ნიშნავს იმის თქმას, რაც არ არის რეალობასთან შესაბამისობაში და ვიღაცას ვინც არის საფუძველი წარმოაჩენს კეთილდღეობას ადამიანი მოქალაქე თქვენი ამომრჩეველის და ოპონენტიც იგრძნობს საკუთარ თავზე. ამას არ ჭირდება ჩვენი მხრიდან დამატებითი წუთების და საათების დათმობა. საზოგადოება ჭირდება. არ ჭირდება ეს უნდა იგრძნოს საზოგადოება. მათთვის სასარგებლო კანონების გამოყენება, ადამიანებს ვასწავლოთ მათთვის სასარგებლო პროგრამების გამოყენება, ადამიანებს ვასწავლოთ მათთვის საინტერესო პროექტების გამოყენება. ბატონ ზაქარია, მოდი თქვენ პენსია მოუმატეთ, ესეთი ექსპერიმენტი ჩავატაროთ, პენსია მოუმატეთ პენსიონერებს და ვნახოთ ისინი მიხვდებიან თუ არა ამას და დაჭირდება თუ არა ამას დამატებითი კომუნიკაცია ჟურნალისტების მხრიდან და აჟიოტაჟი რომ ეს ნახეთ რა მოხდა, ნახეთ როგორ მოგიმატეთ ხელს. თქვენ ხალხს აჩვენეთ ხალხისთვის სასარგებლო სიუჟეტები, ნახავთ ხალხი უყურებს თუ არა იმას, რაც ხალხისთვის სასარგებლო. თქვენ ხომ ნახეთ რა არის სასარგებლო ხალხისთვის, ნახეთ სასარგებლო აჩვენეთ და ნახავთ თუ არ უყურებს ხალხი. ნახეთ რა არის სასარგებლო საზოგადოებისთვის, რომ მან იცოდეს როგორი სასამართლო აქვს, მან იცოდეს როგორი დეპუტატები ხავს, მან იცოდეს ვის მისცეს ხმა მაგალითად მაისში და ამ ინფორმაციას ის იღებს თქვენთან საუბრისას, ოპონენტებთან საუბრისას და შემდეგ იღებს სწორ გადაწყვეტილებას. ამ წუთში ამ შემთხვევაში ჩემ ფუნქციას ამაში ვხედავ. ამიტომ მოდით დავემშვიდობოთ ახლა ერთმანეთს, წარმატებას გისურვებთ, ბუნებრივია და შემიძლია მოგართვათ ასევე თქვენ ჟურნალისტიკის სახელმძღვანელოები. კარგად ბრძანდებოდეთ. მოდით ჩვენ გადმოვინაცვლოთ სტუდიაში შალვა შავგულიძე გველის ჩვენ, თუმცა მგონი რეკლამის დრო გვაქვს გვახსდები. იქნებ შემახსენოს პროდიუსერმა. მოდით ჩვენ სავამშვიდობის ბატონ შალვა, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ცოტა გამიძებლა საუბარი ზაქარია ქუცნაშვილთან თემებზე, რომელზეც არ ქონდა დაგეგმილი საუბარი. დაბრუნდებით რეკლამის შემდეგ და თქვენთან მაქვს ბევრი კითხვით. ირგვლიანის საქმეში შავგულიძე იყო თამაშის მონაწილე. ასეთი დასკვნა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა მას შემდეგ, რაც თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა და ოპოზიციური სპექტრის, მათ შორის უკვე პარტნიორი ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერაც მიიღო. ქართული ოცნების ლიდერს ეს აზრი ირგვლიანის საქმის გამო დღეს ჩამოუყალიბდა. ამ კონტექსტში ივანიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გაამართლა საქმის ერთ-ერთი მოსამართლე ლევან მურუსიძე და ყოფილ ხელისუფლებასთან ალიანსში დაადანაშაულა ადვოკატი, რომელმაც იმ ხელისუფლებას საქმე ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში მოუგო. მოდით მივუყვეთ მარტივ ლოგიკას და შემდეგ დავუსვამთ კითხვებს შალვა შავგულიძეს. შალვა შავგულიძე ასოცირდება როგორც გმირი, რომელმაც მოახერხა და სიმართლის დაგვირგვინება მოახდინა სტრასბურგის სასამართლოში. აი გავალოთ პარალელები და ვნახოთ რა მოხდა. ხო იყო რამდენად გმირია შავგულიძე და რამდენად გულელია ლევან მურუსიძე. ყველაზე არ არის საუბარი. არა, ეს ასოცირდება. დღეს საზოგადოებაში ასოცირებაა. მურუსიძის გვარს ვერ ახსენებთ. მურუსიძის გვარს როგორც ახსენებ, იმ წუთში მოდის ყველაზე დიდ ტრაგედიასთან. მას არ ჰქონდა საშუალება იმის, რომ პირველ ინსტანციაში ჩაებრუნებინა იმ მიზეზით, რომ შავგულიძემ რატომღაც აპელაციაში არ შეიტანა პირველი ინსტანცია, როცა 87 წელი მიუსაჯა პირველი ინსტანციის სასამართლომ. შავგულიძეს დღევანდელ პოზიციას თუ ნახავთ, სად არის ის, რეალურად ნაციონალური მოძრაობის წევრი გახდა და ნაციონალური მოძრაობა მას ხარს უჭერს არჩევნებზე ევროპული საქართველო, მაგრამ ეს ერთია ჩემთვის ორივე და სად მივიდა დღეს შავგულიძე თუ ვნახავთ ის რაც მეგონა რომ მას გამოეპარა და შეცდომა დაუშვა, როდესაც აპელაციაში არ დაწერა, დღეს ესე აღარ ვთვლი. ბატონო შალვა, პირდაპირ საქმეზე გადავალ შეკითხვით. გირგვლიანის საქმეში შავგულიძე იყო თამაშის მონაწილე, რაღაც ეს ეჭვი გამოითქვა, თუ არა დადასტურებული უკვე ფაქტი მმართველი პარტიის ლიდერის მხრიდან. მაინტერესებს თქვენ თუ შეგინიშნავთ, რომ ამ საქმეში იყავით შემჩნეული? არა, სიმართლე გითხრათ, ადრე არ შემინიშნავს და მოდით ესე შევხედოთ. მე სიმართლე გითხრათ, ნამდვილად დავფიქრდი, გუში როდესაც მოვისმინა ეს ნახე ეს ეთერი, გვიან ღამით უყურე, რამ აიძულა ივანიშვილი ესეთი სიცრუე და ცილისწამება განეხორციელებინა. და ორ მიზეზს ხედავ ალბათ რამაც მას ეს გააკეთებინა. პირველი, ეტყობა იმდენად სჭირდება აი მისგან კონტროლირებად იმ მოსამართლეთა დადებითად წარმოჩენა საზოგადოების თვალში, გათეთრება მათი
წარსულის და მათი საქმეების, რომ არერიდება აი ასეთ სიცრუეს, ასეთ ცილისწამებას, რაც მან გუშინ განაცხადა. ხა მან გუშინ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით და ჩემთან დაკავშირებით ამ საქმესთან მიმართებით თქვა, რომ უკეთეს შემთხვევაში მე დაუშვი შეცდომა არ გავასაჩივრე რა პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციოში რამაც მოუსპო შესაძლებლობა საკასაციო ინსტანციას და იქ მოსამართლე მურუსიძეს საქმე დაებრუნებინა ხელახალ სასამართლო განხილვისთვის, ხოლო მან არ გამორიცხა და ამბობს, რომ აქ საფუძვლიანი ვარაუდი, თითქოს მე თანამშრომლობდი ჩემი მართლმსაჯულის ზურგს უკან მისი ინტერესების საზიანოდ მაშინ ხელისუფლებასთან თუ პროკურატურასთან და ასე ვთქვათ, მოქმედებდი აი ესე ბატონო, აი უკაცრავად აქ ვიკითხავ, სხვა შორის ჩვენ გადაცემაში, ერთ-ერთ გადაცემაში ლევან მურუსიძე ყავდა სტუმრად რამდენიმე დღის წინ და მისი არგუმენტები ერთ-ერთში დაემთხვა, რაც მოიტანა ამ გადაცემაში ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით იმ არგუმენტებს, რაც ივანიშვილმა გუშინ მოიტანა, როგორც თქვენი კრიტიკის საფუძველი. მაინტერესებს აი რომ აგვიხსნათ მე კი მაქვს მოსმენილი ეს, მაგრამ მოდ კიდევ ერთხელ რატომ არ დაწერეთ აპელაცია, რატომ არ გაასაჩივრეთ შემდეგ ინსტანციაში და რა დაშავდა ამით, თუ შეგიძლიათ ეს მითხრათ. ვიტყვი ნინო აუცილებლად, მაგრამ მანამდე დავასრულებ ამას. ანუ ერთი მიზეზი რაც მე დავინახე და მგონია რომ ეს არის ამ მოსამართლეთა წარმოჩენა სურს ივანიშვილს დადებითად და ამიტომ ჩაიდინა ეს. და მეორე მას ეტყობა მართლა ძალიან აშფოთებს აი თავისუფალი დემოკრატების და ევროპული საქართველოს ესე დაახლოება ერთ საარჩევნო ბლოკად საერთო კანდიდატის წარდგენა და უკვე ცდილობს და მას ძალიან სჭირდება ამ არჩევნებში გამარჯვება და არ უნდა დაუშვას ოპოზიციამ სადმე წარმატებას მიაღწიოს და ცდილობს ჩემი როგორც ამ ბლოკის კანდიდატის დისკრედიტაციას აი ესეთი ცილისწამებით. ნუ მე შემიძლია უთხრა რომ ფიქრობ ამ შემთხვევაში წარუმატებელი იქნება მისი ეს ცდილობა არ მგონია ხა ესე მოახერხოს დისკრედიტაცია მას ძალიან სურს აბსოლუტურ უაპელაციო ჭეშმარიტებად გაასაღოს მის საკუთარი სურვილები და ყველაფერი რასაც ის იტყვის თუნდაც აბსოლუტურად განსხვავებული ნათქვამი კონდეს სულ ცოტა ხნის წინ მაგრამ ეს იყოს მისი ძრახვები, მისი სურვილები საზოგადოება შეაფასებს და ეხლა რადგან მე არც ვაპირებდი ალბათ ფიქრობდი რომ არც კი უნდა გაეცეს ამას პასუხი, ვინაიდან ამაზე პასუხი გაცემული აქვს ევროპის სასამართლოს და იმ შედეგს რასაც მივახციეთ ევროპის სასამართლოში, რომელმაც გაამტყურნა მაშინდელი ხელისუფლება სიცოცხლის უფლების დარღვევაში და უპირველესად სასამართლო ინსტანციები, რომლის უმაღლეს რგოლის მოსამართლე გახდათ მურუსიძე, მაგრამ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე და თქვენ სამ კითხვას მისმევთ, მე კიდე ერთხელ შევეცდები ავხსნა, რატომ მოვიქეცით ესე. საქმე იმაშია, რომ მაშინდელი კანონმდებლობის მიხედვით დაზარალებულს არ შეგვეძლო სააპელაციო ინსტანციისთვის მოგვეთხოვა ან კვალიფიკაციის დამძიმება ბრალდებულებისათვის და არც საქმის უკან დაბრუნება ხელახალი განხილვისათვის. ეს ხელახალი გამოძიებისათვის. ეს წარმოადგენდა დაზარალებულის ინტერესს. ვინაიდან არ ვეთანხმებოდით კვალიფიკაციას, რომელიც მინიჭებული ქონდა მჯარდებულებს, ეს მინიჭებული ქონდათ სხეულის დაზიანება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია სიკვდილი და ჩვენ მიგვაჩნდა, რომ ჩადენილი იყო განზრახ-კვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში და შესაძლებელი იყო ეს კვალიფიკაცია და ქონდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ დანაშაულში თანამონაწილეები იყვნენ სხვა პირებიც, ცნობილი სუფრის წევრები და გვჭირდებოდა ხელახალი გამოძიება, რათა კიდე ერთხელ დაგვეყენებინა გამოძიების წინაშე საჭირო შუამდგომლობები, რომ ხილება მომხდარიყო ამ პირებს. ანუ თუ გაასაჩივრებდით, გამოდის რომ კვალიფიკაციას ეთანხმებოდით? არა, საქმე იმაშია, რომ თუ ჩვენ შეგვეძლო, ესე იგი, გაგვესაჩივრებინა მხოლოდ ამ კვალიფიკაციის ფარგლებში სასჯელის მომატების ნაწილში. მათ მისჯილი ჰქონდათ ნუ 1-7 და დანარჩენს 8 წელი და შეგვეძლო რაღაც 2 წლის მომატება მოგვეთხოვა. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ჩვენ დგებოდით იმ საიშროების წინაშე რომ თუ სასამართლო დააკმაყოფილებდა ჩვენ საჩივარს სააპელაციო სასამართლო გირგვლიანის საქმის წარმოება სააპელაციო ინსტანციაში დასრულდებოდა. ჩვენ ვეღარ გავასაჩივრებდით
ვეღარც საკასაციო სასამართლოში განაჩენს, ვინაიდან დაკმაყოფილებული იქნებოდა ჩვენი მოთხოვნა აპელაციის წინაშე და ვეღარც ევროპის სასამართლოში წავიდოდით. ანუ ფაქტიურად ჩვენ ხელს შეუწყობდით იმას, რომ გირგვლიანი საქმის განხილვა და ამ წარმოება დასრულდებოდა აი ამ შედეგით, რომ იმ მსჯავრდებულებს იმ კვალიფიკაციით მიესჯებოდათ 2 წლით მეტი. რა თქმა უნდა, ეს არ შედიოდა დაზარალებულის ინტერესებში და სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გარანტირებულად შეგვენარჩუნებინა ევროპის სასამართლოში წასვლის პერსპექტივა, მაინც ჩვენ გადავწყვიტეთ და არ გაგვესაჩივრებინა. ეხლა არ გასაჩივრების შემთხვევაში იყო 2 შესაძლო ვარიანტი მოვლენათა განვითარების. თუ ბრალდების მხარე ანუ პროკურატურა და ჩვენ ვიყავით სუბსიდიური ბრალდებელი დაზარალებული მაშინდელი კანონმდებლობის მიხედვით, თუ ბრალდების მხარე პროკურატურა გაასაჩივრებდა აპელაციაში, ან თუნდაც ერთი მსჯავრდებული გაასაჩივრებდა აპელაციაში, ჩვენ სრულფასოვნად მივიღებდით მონაწილეობას სააპელაციო პროცესში და შემდეგ უკვე შეგვეძლო სააპელაციო განაჩენის გასაჩივრება საკასაციო ინსტანციაში. ასეც განვითარდა მოვლენები, მართლაც ასე მოხდა. გაასაჩივრა მსჯავრდებულებმაც, პროკურორმაც და ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა აპელაციაში და გავასაჩივრეთ კასაციაში. ხოლო რომც არ გაესაჩივრებინა არც ერთს, ასეთ შემთხვევაში ადგილობრივი სამართალწარმოება დასრულდებოდა, მაგრამ ჩვენ გვრჩებოდა პერსპექტივა ევროპული სასამართლოსათვის მიგვემართა კონვენციის 13 მუხლის ეფექტური ზომის დარღვევასთან დაკავშირებით და ასევე მე-6 მუხლის სამართლიან სასამართლოს და მეორე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით. ანუ აი ამ დილემის წინაშე დავდექით და ფაქტურად დილემაც არ იყო, აქ იყო საჭირო გონივრული გადაწყვეტილების მიღება და რა თქმა უნდა ამაზე ვიმჟელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უმჯობესი იყო ჩვენ არ გაგვესაჩივრებინა და გარანტირებულად უზენ იმაში ევროპის სასამართლოში წასვლის შესაძლებლობა მაინც შეგვენარჩუნებინა. სინამდვილეში მოხდა ისე, რომ გაასაჩივრეს, როგორც უკვე აღნიშნე, ჩვენ მივიღეთ სრულფასოვანი მონაწილეობა აპელაციაში, იქ დავაყენეთ ის შუამდგომლობები, რაც გვჭირდებოდა და შემდეგ სააპელაციო გადაწყვეტილება უკვე გავასაჩივრეთ კასაციაში. ეხლა მივიდეთ მეორე საკითხთან. და ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, ეს იყო ჩვენს მიერ არჩეული ტაქტიკა, რომელმაც გაამართლა და წარმატებულად გამოვიყენეთ. ეხლა რამდენად შეეძლო თუ არა სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეებს დაებრუნებინათ საქმე ეს მრუსიძის ვერსია, რომ ასამსუფლებელი და ის ჩვენ გადაცემაში და ეხლა მივედით მაგ საკითხს. რა თქმა უნდა შეეძლოთ. ეს რომ არ ყოფილიყო შესაძლებელი, ჩვენ ამ მოთხოვნას ჯერ ერთი არ დავაყენებდით, მაგრამ რომც დაგვეყენებინა არასწორი პროცესუალურად არასწორი მოთხოვნა, ანუ ისეთი მოთხოვნა, რომლის დაკმაყოფილებას პროცესუალურად არ შეეძლო უზენაეს სასამართლოს, ხომ? ასეთ შემთხვევაში პირველი დავიწყოთ იქედან, რომ ჩვენი არ გასაჩივრება იმაში სააპელაციო სასამართლოში რომ ყოფილიყო ისეთი დარღვევა, რომ ჩვენ გვესპობოდა შემდეგ ინსტანციებში საკითხების დაყენება, პირველ ყოვლისა ჩვენ მონაწილეობა ვერ უნდა მიგვეღო თავად სააპელაციო ინსტანციაში და განხილვაში. ჩვენ ხომ მივიღეთ აპელაციაში მონაწილეობა, ხო? შემდეგ ჩვენი საჩივარის მოთხოვნა თუ იყო არასწორი პროცესუალურად, საჩივარი საკასაციო წარმოებაში არ უნდა მიიღო საკასაციო ინსტანცია. საკასაციო ინსტანციამ ხო მიიღო წარმოებაში ჩვენი საჩივარი. ან ყველაზე ცოტა საკასაციო ინსტანციას ჩვენი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას უნდა შემოფარგლულიყო მხოლოდ ამ პროცესუალურ გარემოებაზე მითითებით, რომ არ შეიძლება პროცესუალურად ამ საჩივრის დაკმაყოფილება. მაგრამ ესე კი არ მოხდა. საკასაციო ინსტანციამ არსებითად განიხილა ჩვენი საჩივარი და საკასაციო ინსტანციის გადაწყვეტილების უდიდესი ნაწილი დათმობილი აქვს სწორედ არსებით მსჯელობას იმაზე, რომ თითქოს ამ საქმეზე როგორც წინასწარი გამოძიება, ისე სასამართლო განხილვები ჩატარდა ყოველმხრივად, სრულად, ობიექტურად და რომ სააპელაციო ინსტანციის განაჩენი ამ საქმეზე მსჯავრდებულთა მიმართ არის ობიექტური, კანონიერი, სამართლიანი და არ არსებობს საფუძველი საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისათვის აპელაციაში დაბრუნების. აი ეს გადაწყვეტილება მიიღო ისე რომ და კიდევ ერთი გარემოება ადგილობრივ ინსტანციას რომ თავი დავანებო და კასაციას არ უნდა ემსჯელა მაშინ არცებითად. ევროპული სასამართლო თავად არ მიიღებდა ჩვენ საჩივარს წარმოებაში, თუ ჩვენ გამოუტოვებდით
რომელიმე ეფექტურ შიდა სახელმწიფოებრივ მექანიზმს გასაჩივრების. ჩვენ ევროპულ სასამართლოს საჩივარში მიუთითეთ თუ რატომ არ გავასაჩივრეთ სააპელაციო ინსტანციაში. ევროპული სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში იმსჯელა ამაზე კონკრეტულ პუნქტში არის ეს მოცემული და მიიღო ის გადაწყვეტილება, რომ ეს არ იყო გამოტოვება ეფექტური ზომის და მიიღო საჩივარი წარმოებაში. ხოლო კიდევ ერთ ვიტყვი ნინო. მოკლედ თქვენ არ გამოგპარუიათ ეს თემა. რა თქმა უნდა, ეს თქვენ როგორც ფიქრობთ, შეცდომაც არ დაგიშვათ, რა ტაქტიკამ გაამართლა, ასე თქვა, ან გამოეპარო, ან შეცდომა დაუშვა, ადრე მეგონა რომ გამოეპარო, ახლა ფიქრობ, რომ ესო იყო აბსოლუტურად შეგნებული მისი მხრიდან ნაბიჯიო. მოდით, მე მგონი გასაგებია აუდიტორიისთვის ეს სამართლებრივი დეტალები, მართალი გითხრათ, არც ფიქრობდი რომ ამდენ დეტალში. დიახ, მეც სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არც მინდოდა ამდენ დროის დაკარგვა. ეხლა ჩემ და გასაკვირად ერთი კვირის წინ იგივე კითხვა Facebook გვერდზე დამისვა ესე საჯაროდ ქალბატონმა ელისო კილაძემ. ნუ ქალბატონ ელისო კილაძე ადრე არ დაინტერესებულა ამ საკითხით, ნუ წლებია გასული ხომ გირგვლიანი საქმიდან და ამ გადაწყვეტილებიდან და პირდაპირ ესეთ კითხვა დასვა, რაც გუშინ გაიმეორა ბატონმა ივანიშვილმა, ეს იყო წინა სამშაბათს, თუ რატომ არ გაასაჩივრა შაგულიძემ ეს გადაწყვეტილება. მე მეორე დღესვე მივწერე და იმ Facebook გვერდზე უფრო დეტალურად არის სამართლებრივი მსჯელობა. დიახ, ამასთან დაკავშირებით. კარგით, მოდით ბატონ შალო, იცით რა მოინტერესებს, როგორ ფიქრობთ თქვენ ეს ამდენჯერ თქვენი ციტირება თუ ხსენება, მოკლედ თქვენი გვარის და სახელის რამდენჯერმე დაუბრუნდა გუშინ მართველი პარტიის ლიდერი თქვენს პერსონას. მაინტერესებს ეს თქვენ გაზიანებთ თუ ამ წინასაარჩევნო ეს თქვენთვის პოზიტივში მიდის პრაგმატული თვალსაზრისით, როგორ ფიქრობთ? იმიტომ რომ აი ეს თემა რომ ნაციონალების თამაშს თამაშობდა, ფიქრობთ თუ არა რომ შეიძლება იყოს კარგად აწონილ-დაწონილი, თქვათ, მესიჯი. საქმე იმაშია რომ ეს ბატონი ივანიშვილის მხრიდან არის განხორციელებული იმიტომ და იმ მიზნით რომ მოეხდინა ჩემი დისკრედიტაცია, მაგრამ რამდენად ეს წარმატებულია, მე არ მგონია რომ ეს წარმატებული ნაბიჯი იქნება. მე არ მგონია აი ესეთი ტყუილი და ცილის წამება, ესე ადვილად შეიძლება ბატონმა ივანიშვილმა, ასე ვთქვათ, მიასაღოს საზოგადოებას, რომელმაც ძალიან კარგად იცის, სხვა თუ არაფერი, აი გირგვლიანის საქმის პერიპეტიები და საზოგადოებამ, რომელიც იცის ამ საქმის შედეგი. და საქმე იმაშია რომ ეხა რისი მტკიცება მიწევს ხო? რადგან გაჩნდა შეკითხვა ვიმჟელეთ ამაზე. რისი მტკიცება რომ რატომ მოვიქეცით ისე, რამაც საბოლოოდ ამ საქმეზე წარმატებას მიგვაღწევინა? და საერთოდ ეს აი ესე ახასიათებს სამწუხაროდ ბატონ ივანიშვილს რომ საჭიროების სამებრ უყურებს მოვლენებს, ადამიანებს და მე მგონი მთლიანად ჩვენ ქვეყანას. იმიტომ რომ როდესაც მას სჭირდებოდა გირგვლიანი საქმის გამოყენება, ან სჭირდება ეხლაც, ნუ მაშინ ეს არის უაპელაციო რაღაც ისეთი საქმე, რომელშიც დააშავა წინა ხელისუფლება. მაგრამ იმ წინა ხელისუფლებიდან მას დასჭირდა ის მოსამართლეები, ეხლა უკვე თავის სახურებაში, რომლებიც წინა ხელისუფლების სახურებაში იყვნენ. და ესე ვარდება ასეთ წინააღმდეგობაში, რომ გირგვლიან საქმეზე ძალიან კი დააშავა წინა ხელისუფლება და ამ საქმის შედარება როგორ შეიძლება სხვა საქმეებთან, რომელიც ეხლა ხდება მათი ხელისუფლების დროს ოცნების უსამართლობებთანო, მაგრამ იმავდროულად ამბობს, რომ მაგრამ ამ მოსამართლეებმა კი არ დააშავეს. ადვოკატმა შაგულიძემ დააშავა, რომელმაც ეს საქმე მოიგო ევროპის სასამართლოშიო. აი ესეთ აბსურდს ამბობს, იმიტომ რომ მას ასე სურს და თან სურს რომ საზოგადოებამ ეხა ესე მიიღოს წმინდა წერილივით უაპელაციო ჭეშმარიტება. და ბოლო კითხვა მექნება გუშინ ესე არ გამოვა ბატონო ბიძინა. სხვა თუ არაფერი რაღაც ლოგიკას უნდა ექვემდებარებოდეს ქცევა და ნააზრევის მიწოდება საზოგადოებისათვის. და ბოლო კითხვა მექნება აი გუშინდელი ინტერვიუდან გამომდინარე მან სტენ უძღოდა წერილი კიდევ ხო რომელიც ყველამ ყურადღებით წავიკითხეთ რამდენად თავდაჯერებულ პოლიტიკურ ძალასთან გიწევთ ახლა მთაწმინდაზე თქვენ პოლიტიკური ბრძოლა. არა ეს წერილი ერთდროულად იყო უსუსურიც და ცინიკურიც. უსუსური იყო იმ ნაწილში სადაც და წინააღმდეგობრივი ურთიერთწინააღმდეგობრივი იყო იმ ნაწილში, სადაც ივანიშვილი ცდილობდა
ეკონომიკაში ქართული ოცნების ჩავარდნა ერთის მხრივ აეხსნა თითქოს და ოცნების მიერ მოტანილი რაღაც ჭარბი დემოკრატიით და ამ ფონზე თითქოს ეკონომიკა ვეღარ ჩანს ისეთი წარმატებული, თუმცა არის წარმატებული, მაგრამ ობიექტურად ვერ დაეწია ამ ჭარბ დემოკრატიას, რომელიც ოცნებამ მოიტანა ქვეყანაში. და ამ ფონით უნდა დაეხსნა და მეორეს მხრივ მან დააბრალა ეს ყველა წინა ხელისუფლებას და ერთი ძალიან არასასიამოვნო პასაჟი მომხვდა ყურში მისი ამ წერილში. ის ამბობს, რომ აი დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ჩვენ ეკონომიკის წინაშე სულ იდგა ეს პრობლემები, რომელიც ვერ გადაჭრა ერთ-ერთმა წინა ხელისუფლებამ და ასე შემდეგ. კარგი, წინა ხელისუფლებაზე გადაბრალება ერთი იყოს, მაგრამ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ რომ ეკონომიკა ფეხზე ვერ დადგა, ეს რას ნიშნავს? რა მესიჯია, რომ არ უნდა მოგვეპოვებინა დამოუკიდებლობა, უნდა დარჩენილიყავით რუსეთის შემადგენლობაში, ჭკუით მოქცეულიყავით და უფრო წარმატებულები იქნებოდით ეკონომიკაში. ხო, აი რაღაც ესეთი პასაჟი იყო, მაგრამ რაც შეეხება წინა ხელისუფლებაზე გადაბრალებას, ესეც ვერ არის, ესეც უსუსურია, ვინაიდან წინა ხელისუფლების დროს ალბათ არსებობდა გარკვეული პრობლემები, მაგრამ ივანიშვილის ოცნების ხელისუფლებამ ის ეკონომიკის დის ტემპი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო, ვერც შეინარჩუნა და პირიქით ძალიან გაუარესა. მაგრამ ცინიკურია იმ ნაწილში, ნინო, და ეს არის მთავარი. სადაც ის ამბობს და მოუწოდებს ჩვენ საზოგადოებას კონსოლიდირებისკენ, გაერთიანებისკენ, რომ განსხვავებული პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანებმა უნდა შევძლონ საერთო ენის გამონახვა და ასე შემდეგ, მაშინ როდესაც მთელი მისი პოლიტიკა, მისი არსენალი პოლიტიკაში არის მხოლოდ სწორედ საზოგადოებაში შუღლის დანერგვა, გათიშვა, სიძულვილის დანერგვა და აი ამით მართვა ამ დანაწევრებული ურთიერთდაპირისპირებული ერთმანეთს მიმართ მტრულად განწყობილი დაჯგუფებების და მან გამოიყენა ესეთი გამოთქმაც, ხო, ეშმაკი ყოფს და მინდა მიმართო ბატონ ივანიშვილს, რომ კი ნამდვილად ეშმაკი ყოფს ბატონო ბიძინა და ესეთი დაყოფა ძალიან დამაზიანებელია ჩვენი საზოგადოებისთვის, მაგრამ ჩვენი საზოგადოება ნამდვილად გამონახავს თავის თავში ძალას, ის გაერთიანდება ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობის განცდით, ქვეყნის მომავალზე ზრუნვით და მომავლისკენ ხედვით და ეშმაკი ამ შემთხვევაში ნამდვილად ვერ გაიმარჯვებს და ამის ერთ-ერთი მაგალითია აი თავისუფალი დემოკრატების და ევროპული საქართველოს აი ეს გაერთიანება. ჩვენ პრინციპში გუშინაც იყავით რეაქციაში, ქონდათ ამაზე საუბრის შესაძლებლობა, როგორც მახსოვს, უბრალოდ დღეს თქვენ კიდევ ერთხელ მოგეწევთ, ვინაიდან იყავით მთავარი პერსონაჟი აი ამ ინტერვიუსში და მომეცა შესაძლებლობა გმადლობთ. ჩვენ შემდეგი სტუმარიც სწორედ ამ ინტერვიუსში ხსენებული ერთ-ერთი პირი ყავს, ოთხეული, რომელიც წავიდა ოცნებიდან, ზვიად კვაჭანტირაძე, მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი იქნება რამდენიმე წუთში პოლიტმეტში, მაგრამ ნახოთ რა თქვა მათზე ბიზნეს ევანშვილმა. წერია გოგიჩაიშვილი, გიგი პოპხაძე და კვაჭანტირაძე დღესაც გაურკვეველია ჩემთვის, ის არ მონაწილეობდა ამ პოლემიკებში პრაქტიკულად და რა თუ შეუერთდა ამ გუნდს, მიზეზი არ ქონდათ. ღიაკარების სწორებით წავიდნენ, თანხმდებოდით, რომ კონსტიტუციის საწინააღმდეგო არაფერი არ უნდა შემოიღოთ, როდესაც კრიტერიუმებზეა საუბარი. ეს სამეული მუდამ აპელირებდა ისეთი კრიტერიუმებით, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა იმ კონსტიტუციასთან, რომელსაც თვითონვე მისცეს ხმა წელიწადი თუ წელიწადნახევრის წინ, რაც გაუგებრობას იწვევდა, რეალურად ვერ თქვეს მიზეზი გუნდიდან წასვლის, ეს არ იყო საფუძველი და საბაბათაც ვერ გამოდგებოდა, რამე თუ ყველა პრეტენზია რაც არსებობდა მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, გუნდში შევაჯერეთ თავიდან ბოლომდე და ისინი მას ესწრებოდნენ. ფასეულობათა აღრევა მოხდა მათში და არა გუნდში, რასაც ისინი გუნდს მოსაყვედურებენ. მე-6 წელიწადს გაახსენდათ სასამართლო, რომ თუნდაც სასამართლო არ ვარდა და ესეც სასამართლო მათ არ აწყობს. მე-6 წელიწადს ხას უსვა ამას. ზვიად კვაჭანტირაძე, პარლამენტის წევრი, საომშვიდობისა ბატონო ზვიად, მადლობა რომ გადაცემაში მონაწილეობას თქვენზე გუშინ თქვეს და არა მხოლოდ თქვენზე, თქვენს მეგობრებზეც, როგორი ესეა თქვენი აღქმა, მაშინ როდესაც გეუბნებიან, რომ თქვენ ასხამთ წყალს ახლა ასეთი თქვენი ქმედებით ნაციონალური მოძრაობას რომ სჭირდება სწორედ ისეთ ქმედებას ჩადიხართ და განსაკუთრებით გაუცებულია პარტიის ლიდერი თქვენით და თქვა რომ კვაჭანტირაძესგან პრაქტიკულად ასე გამოვიდა ამას არ ელოდა, ვინაიდან თქვენ არ იყავით ამ დისკუსიებში თითქოს და ჩართული რა პასუხი მე თუ არ ვიყავი ამ დისკუსიებში ჩართული,
დისკუსიებზე უპირველესად მადლობა რომ მომიწვიეთ. დისკუსიებს რაც შეეხება მე თუ გახსოვთ, როცა 4-თან ვიყავი მოსული გადაცემაში, იქ ამაზე საკმაოდ ფართოდ ვისაუბრე და ვთქვი, რომ საერთოდ თავი ავარიდე იმ ბოლოს ამ დისკუსიას და საერთოდ არ მისულ ვარ უმრავლესობის ხტომებზე. სხვა დროს კი ეს დისკუსიები ფართო, ასე ვთქვათ, ფორმატში ნამდვილად არ გამართულა. იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი რა იყო მოცემულობა, საითკენ წაგვიყვანდა ეს დისკუსიები და თავი ავარიდე, ასე ვთქვათ, ჩემზე პირდაპირ ძალადობას იმ გაგებით, რომ თქვი, ნამდვილად. იმ გაგებით, რომ არ მივსულა ამ დისკუსიებზე, იმ გაგებით, რომ არ მინდოდა რომ ეს ძალადობა პირდაპირ განხორციელებულიყო ჩვენზე და აზრის მოხება ისეთი აზრის, რომელიც აპრიორი იყო მიუღებელი ჩემთვის და როდესაც აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ბატონმა ბიძინამ ხან სამეული ახსენა, ხან ოთხეული, მე ნამდვილად ცოტა უკმარისობით გრძნობა დამრჩა, იმიტომ რომ უფრო მეტ კრიტიკას ველოდებოდი მისგან. მისი გადასახედიდან ეს არ იყო გასაკვირი, იმიტომ რომ თუნდაც ერთი წინადებით თქვა, რომ ძალიან გაუკვირდა ჩემი გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე. მაგრამ როდესაც ლაპარაკია ჩვენ სამეულზე ან ჩვენს ოთხეულზე, მე მინდა ყველა შევახსენო, რომ ჩვენ ამ საკითხს, რომელიც წყალგამყოფი გახდა ჩვენთვის, მარტო ბოლო პერიოდის განმავლობაში არ უყურებდი ასე კრიტიკულად. ჩვენ სამი ადამიანი ვიყავით, ეკაბესელია, გედი ფოფხაძე და მე, ზუსტად ჩვენ სამნი ვიყავით. ის დეპუტატები, რომლებმაც წინამოწევის პარლამენტში დეკემბერში გავბედეთ და ინიციირება გავუკეთეთ პირველ ყველაზე მნიშვნელოვან აქტს, რომელიც ჩვენ მიგვაჩნდა, რომ იქნებოდა სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგული ყველაზე სერიოზული ნაბიჯი, პირველი ნაბიჯი, რის შესაძლებლობაც მაშინ ჩვენ გვეძლეოდა გაჭირვებით ვიტყვი, ეს არის ამინისტიის კანონი. ჩვენ სამნი ვიყავით ზუსტად და დღესაც ჩვენ სამნი მოდიოდით. მეოთხე იყო გოგიჩაიშვილი, რომელიც მაშინ იყო გახსოვთ დაჭერილი და ამ ამინისტიის კანონით იგი გარეთ გამოვიდა. თქვენ კარგად იცნობთ ჩვენზე უკეთ ყოველ შემთხვევაში ქართული ოცნების ლიდერს ხომ და შეგიძლიათ ხოლმე მისი ქვეტექსტების ალბათ უკეთ აღქმაც საკითხვაც და გზავნილების აღმოჩენაც ხო? ნუ უკეთესად ვიდრე ჩვენ, იმიტომ რომ მეტი შეხება გქონიათ მასთან, მეტი იმუშავიათ მასთან ხო? აი გუშინდელი მისი გამოსვლა რა პრიორიტეტებს სახავდა მართველი გუნდისთვის? რა შთაბეჭდილება დაგჭირთ? აი მართლმა პარტიამ რა გაიგო მისგან, რა აქვს მათ პარტიას მის ლიდერს გეგმაში? ხო, მე ვერ ვისაუბრებ ახლა აბსოლუტურად ობიექტურად ვამბობ ამას, რა უნდა გაიგო და რა გაიგო დღეს იმ ადამიანებმა, ვინც ჩვენ ასე ვთქვათ მივატოვეთ და ვისაც ჩვენ განვერიდეთ. ისინი ამას თავიანთ განცხადებებში და კომენტარებში აკეთებენ, მაგრამ მე რაც გავიგე, ეს არის უბრალოდ ლაბირინთებში დაკარგული ადამიანის ინტერვიუ. მე ვფიქრობ, რომ ბატონი ბიძინა აშკარად ხედავს, რომ ქვეყანაში არის სერიოზული პრობლემები შექმნილი და იგი გუშინ შეეცადა, რომ ამ პრობლემებისგან აბსოლუტურად გაეთავისუფლებინა პასუხისმგებლობისგან თავი. რაც ჩემი აზრით არ გამოვა და თვითონვე დაადასტურა ეს იმიტომ რომ იქეთკენ წაიყვანა საუბარი რაზე ჩვენ საუბრობდით ყოველთვის იმ დღიდან რაც ჩვენ წავედით ოპოზიციაში რომ აქ პასუხისმგებლობაზე თუ არის ლაპარაკი უპირველესად გუნდის ლიდერის პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი და არა იმ ბიჭებზე ეგრეთ წოდებულზე როგორც თვითონ ეძახის მათ ვინც შემსრულებლები არიან იმ დრაკონული დავალების რომელიც დაისახა პარლამენტმა მიზნად ეს არის სწორედ ის კანონი რომელსაც ჩვენ ვაკრიტიკებთ რომელსაც ჩვენ ვემიჯნებით და ამაზე ვსაუბრობთ გამუდმებით და მოსახლეობასთანაც ამორჩელებთანაც დავიწყეთ ამაზე აქტიური საუბარი უკვე რუსთავშიც გქონდა შეხვედრა და სხვა ქალაქებშიც გვექნება შეხვედრა და სერიოზული მხარდაჭერა გვაქვს ამ შეხვედრების ორგანიზებაში ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან და მადლობა მათ. ჩვენ აუცილებლად შევეცდებით რომ მაქსიმალურად ვაჩვენოთ ჩვენს ამომრჩეველს რომ ის რასაც დღეს იღებს პარლამენტი და პირველი მოსმენით მიღებულია და როგორც იცით პირველი მოსმენის შემდეგ ელოდებიან ვენეციის კომისიის დასკვნას და სხვადასხვა ძალიან საინტერესო პასაჟირო დღეს პრემიერ-მინისტრი
მამუკა ბახტაძე სტრასბურგში შეხვედრია ბატონ ბუკიკიოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ძალიან მწირი ინფორმაცია გაიჟღერა პრესაში კონკრეტულად რა თემებზე ჰქონდათ მათ საუბარი ძალიან მაინტერესებს რო გითხრათ სიმართლე სინქრონული ასე ვთქვათ ჩანაწერი იმ საუბრის რომელიც გაიმართა ბატონ ბახტაძეს და ბატონ ბუკიკიოს შორის მიღმა იყო ალბათ ეს შეხვედრა აი მე კიდე მაინტერესებს ძალიან საინტერესოა რამდენად მიდის მუშაობა ახლა იგივე ვენეციის კომისიასთან რომ იქიდან დაიდოს პოზიტიური დასკვნა კობახიძის კანონპროექტზე. ასეთი ხედვა არის თქვენი მისამართით მმართველი პარტიის მხრიდან და რომ თქვენ აგერიათ ფასეულობები რომ დაიბენით და რომ ის რომ ნაციონალურ თამაშობთ და ასე შემდეგ ეს გასაგებია. უბრალოდ ერთი რაციონალური კითხვის ნიშანი იყო ბიზნევანიშვილის ამ კითხვაში რომ ზარდიაშვილი ახლა ნახეს ოსიაშიო ხომ თავის დროზეც იცოდნენ რომ იყო და ახლა აღმოაჩინეს აი აქ რა ტიპის აღმოჩენა გაკეთეთ თქვენ ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი ადრე ამ პარლამენტის სია ისე შეიქმნა და ისე დაიდო რომ ჩვენ ამ ადამიანებს საერთოდ არ ვიცოდი მე მართლა არ ვიცოდი საერთოდ ვინ იყო ზარდიაშვილი შემდეგ გავიგე მის შესახებ ინფორმაცია და ეხლა ზარდიაშვილზე საუბარი ბატონი ბიზნეს გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ საერთოდ ზედმეტად მიმაჩნია არა მარტო ზარდიაშვილი ყველა დანარჩენზე იმ ჯგუფზე ვისაც ჩვენ გამომიჯნეთ იმიტომ რომ გუშინ პრაქტიკულად პირდაპირ ეთერში ბატონმა ბიძინამ აიღო მთელი ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე. რა თვალსაზრისით? იმ თვალსაზრისით რომ ის კანონია რომელიც მას უნდა, იმ თვალსაზრისით რომ მას უნდა ეს ადამიანები დარჩნენ სასამართლო ხელისუფლებაში და დანარჩენები, დიახ, დანარჩენები, რა თქმა უნდა, თუ კი ვინმეს ეჭვეპარება ამაში, ემაპატიეთ, მაგრამ ეს უკვე პრობლემა ქონია ამ ადამიანს, თუ კი გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ ვინმეს ეჭვი შეეპარა იმაში, რომ სამწუხაროდ, ჩვენ და სამწუხაროდ ის ღირებულებები, რითაც ჩვენ მოვდივართ ერთად 2012 წლიდან უკვე მივიწყებულია სამართლიანობის აღდგენა იმ ადამიანების ხელით, რომლებიც ადრე იყვნენ ცუდები და დღეს თურმე კარგები გახდნენ, არ გამოვა ამ ქვეყანაში. ხო და ეს ბატონმა ბიზნესამ სამწუხაროდ, აი კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ კი რაიმე იმედი მქონდა გუშინ საერთოდ კიდევ გადამეწურა საბოლოოდ, დაადასტურა ეთერში, რომ ეს არის ზუსტად ის მოცემულობა, რისთვისაც თვითონ იბრძვის, მე კიდევ არ მესმის მართალია, უღირს მას თავისი რეპუტაცია, ის სიყვარული, ის როგორც მას უყვარდა, თქვა ჭარბი ნდობა, რომელიც ჰქონდა მოსახლეობას მის მიმართ, ყველაფრის იმის ფასად, რასაც იგი აკეთებს და რისთვისაც საერთკედაც მას მიჰყავს, ასე ვთქვათ, საქმეები ამ ქვეყანაში, რომელმაც მას უდიდესი ნდობა გამოუცხადა და აქ ახლა ლაპარაკი იმაზე რომ ჩვენ თამაშობთ ნაციონალების თამაშს ჩვენ მოდით მარტო 4 ხელზე ვიტყვი სხვებზე არ ვიტყვი იმიტომ რომ ბევრი იყვნენ ჩვენი კოლეგები ეს ჩვენ ვიყავით ის ადამიანები ვინც რეზოლუციას მივეცით მხარი რომელიც მოითხოვდა ნაციონალურ რეჟიმის გასამართლებას და ზუსტად უმრავლესობა იყო ის ადამიანები ვისაც ბატონმა ბიძინამ დაავალა რომ ასეთი რეზოლუციისთვის ხმა არ უნდა მიეცათ და ეხლა ჩვენ ვთამაშობთ ნაციონალების თამაშს. ეს არის აბსოლუტურად ანაქრონიზმი და აბსურდი, რომელიც გუშინ გაჟღერდა სრულიად არაადეკვატურად და აბსოლუტურად დაუსაბუთებლად. და ეს არის მე ვფიქრობ ძალიან ტრაგიკული. რაც შეეხება საქმეს თუ მოკარით ყური ამ ინტერვიუში მე მქონდა სხვა შორის ახლა დისკუსია ასე გამოვიდა მმართველი პარტიის ერთ-ერთ წარმომადგენელთან თითქოს და ივანიშვილს ჰქონდა აქცენტები ოკუპაციაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე. სიღარიბის დაძლევაზე იყო ეს აქცენტები ეს იყო გუშინდელი ინტერვიუს პრიორიტეტები მე ვფიქრობ არა გუშინდელი ინტერვიუს პრიორიტეტი არ ჩამითვალოთ კეთმაღლობაში მივხვდით იმისა რომ ჩემი გვარი კონკრეტულად ერთხელ გაჟღერდა ძირითადად იყო იმის მანიშნებელი რომ ჩვენ დავაშავეთ იმ სიტყვებში რომ ჩვენ შეგვეშალა აშკარად ისმოდა რომ ჩვენ ვართ დამნაშავეები ჩვენ დავაშავეთ თუნდაც იმიტომ დავაშავეთ რომ ჩვენ არ ვითხოვეთ ნებართვა ოპოზიციაში წასასვლელად. და ეს გავაკეთეთ აბსოლუტურად დამოუკიდებლად. და ძალიან არასასიამოვნოდ მიმაჩნდა ასევე ჩვენი სხვა კოლეგების მიმართ გაკეთებული აქცენტები და არ იყო ეს მე მგონი სწორი საქციელი მათ მიმართ, რომლებიც ასევე წავიდნენ ოპოზიციაში. ჩემს მაგალითად რამდენიმე მეგობარს დარჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ბატონ ბიძინას უნდა ეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რომ ისინი ნებართვით წავიდნენ ოპოზიციაში. მე ვიცი რომ ეს ასე არ არის, მაგრამ
სოციალისტებზე საუბრობთ, ხო? ვინც ახსენა მათ რომ იქონდათ შეხვედრები და ასე შემდეგ და ასე კი, შემდეგ. მათზე არ უთქვამს რომ ნაციონალური მოძრაობის ინტერესს. ხო, ხედავთ, მათზე არ უთქვამს, ჩვენზე თქვა, როგორც ჩანს, ჩვენზე განსაკუთრებულად არის გულდაწყვეტილი და ნაწყენი, მაგრამ ჩვენ ძალიან გულდაწყვეტილი და ნაწყენები ვართ, რა გავაკეთოთ? და მოდით ბოლოს მაინც კითხავთ ის რომ მაინც სამყარო იყოფა მართული პარტიის ლიდერის საქართველოში ამ მომენტისთვის ყველაზე დიდი ფინანსური რესურსის მატარებელი ადამიანისთვის საკუთარ ფლანგად და მეორე მხარეს ფორმალურად ყოველ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობასთან რომლისგანაც ყველა არჩევნებში 2012 წლის შემდეგ იყო შექმნილი ეს ტიპის ხატი და თქვენც ახლა იქით მხარეს მოხვდით აი ეს გზავნილი რომ ჩვენ კი შეიძლება არ ვარ გივართ, მაგრამ უფრო ცუდია ეს, ამიტომ ჩემთან ეს იმუშავებს, ეს მინდა. არ იმუშავებს ეს ზამილი. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩემს თავზე ვიტყვი, არ ვიტყვი ჩემს კოლეგებზე, როცა მე მივიღე ჩემთვის ეს გადაწყვეტილება, მე ვიცოდი, რომ ყველანაირი ლაფის დასხმა იყო მოსალოდნელი. ყველანაირი შეურაცხყოფა, ყველანაირი რაღაცის დაბრალება იყო შესაძლებელი. და ესეც რა თქმა უნდა აბსოლუტურად ყველაფერი გათვალისწინებული. ეს ლაფის დასმაში ელოდით რომ ნაცმოძრაობას. რა თქმა უნდა ველოდით, კი. იმიტომ ეს რიტორიკა იყო. ეს რიტორიკა არ იყო მარტო, ასე ვთქვათ, გუშინ არ გაჟღერებულა. შიგნით მანამდე ნებისმიერ განსხვავებულ არს თუ კი ვინმე იტყოდა, პირდაპირ იყო მითითება ამ ადამიანების შენ ახლა რასაც ამბობ, ამას ამბობენ ნაციონალები. აი ეს მითითებები იყო ეს იგივეა, რაც ადამიანს დააბრალო. ასე ვთქვათ, რომ შენ ხარ დაუშვათ ნაციონალი ჩვენ არ ყოფ მე პირადად არასდროს არ ყოფილა რა პარტიის წევრი და მისთვის ერთი თეთრი არ ჩამირიცხავს მით უმეტეს მათი იდეების გენერატორი არასდროს არ ყოფილა სამწუხაროდ ბატონი ბიზნესგან განსხვავებით რომელიც წლების განმავლობაში უჭერდა მხარს ნაციონალურ მოძრაობას მაგრამ თავისი უდიდესი პატრიოტული ნაბიჯით რომელიც მან გადადგა ოქტომბერში კონკრეტულად ოქტომბერზე ლაპარაკობ როცა მან გადაწყვიტა რომ დაშორებოდა ნაციონალურ მოძრაობას ჩვენ მას თელმა საზოგადოებამ გამოუცხადეთ უდიდესი დობა და გავყევით ამ ბრძოლაში. ზოგი გვიან შემოგვიერთა, მე კი არ ვამბობ იმას, რომ ყველა ვინც გვიან შემოგვიერთა არ არის ჩვენიანი და ჩვენი გუნდის წევრი. აი ეს არასდროს არ მithქვამს და არ ვიტყვი. მაგრამ მაშინ როდესაც ხვდებით რომ აი მე-7 წლის თავზე და თითქმის 2 წელია რაც მე ეს განცდა მეუფლება და ამიტომ ვიყავით ჩუმად თქვენ როგორც ჟურნალისტ თუ შეგიმჩნევიათ არასდროს არც ერთ ეთერში არ დავდიოდი და ვცდილობდი რომ თავი ამერიდები და რა ღრმა რაღაც უმრავლესობის ლიდერი აღარ ხართ მით უმეტეს მას შემდეგ იმ პერიოდში კი ვიყავით კი არა წინა მოწვევის პარლამენტზე არ ვსაუბრობ მე გეუბნებით ჩემს განწყობებზე რომელიც მე შემიქმნა ბოლო როგორც მინიმუმ 1 წლის განმავლობაში ასე რომ მე ამას ვერ ვიღებ, ამას არც საზოგადოება არ მიიღებს. ყოველ შემთხვევაში ის ადამიანები, ვინც ჩემი თანამოაზრეები არიან, ჩვენი თანამოაზრეები არიან, ამას არასდროს არ მიიღებენ. ეს არის ჩვეულებრივი დისკრედიტაციის ცდილობა ოპონენტის და მე ვფიქრობ, რომ თუ კი ჩვენ უფრო ღირსეულ ოპონირებაში გადავალთ, ეს ქვეყანას უფრო გამოადგება, თუ ეს არის საინტერესო, რა თქმა უნდა, ქართული ოცნებისათვის დღეს. მაგრამ იმაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, ეს არის სხვადასხვა გუშინ არაჩვეულებრივი ღონისძიება გაიმართა ფილარმონიაში 9 აპრილს მიუძღვნა ბატონმა ჯემალ სეფიაშვილმა უდიდესი მადლობა მას ამისთვის. იქ ნახე ქალბატონი ლანა ღოღობერი და ჩვენი ლეგენდა ქალბატონი. მას ეკუთვნის ჩვენთან დიან ტრაპეძის ეთერს სტუმრობდა. შესანიშნავი, იმიტომ რომ გუშინელს სევდიან დღეს მისი გამოჩენა დარბაზში მართლა დიდი სიხარულის მომგვრელი იყო. მას აქვს ეს არაჩვეულებრივი ნათქვამი აქვს, თქვენ იცით რომ ქალბატონი გამოირჩევა ძალიან ღრმა აზროვნებით. მას აქვს არაჩვეულებრივად ნათქვამი რომ ჩვენი განვითარების ყველა ეტაპს პროგრესულად ვიწყებდით, მაგრამ შემდეგ საკუთარ თავს ვადადგურებდით პრინციპში. აი თითქმის იგივე ემართება ქართულ ოცნებას ახლა. მაგრამ ყოველთვის ხდებოდა ძალების პოვნა, შემდეგ ისევ სიახლისთვის და რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ რომ ქართული სანა ბატონი ბიზინა იქნება ქართული ოცნების ხელმძღვანელი, ეს პარტია იარსებებს, მაგრამ იმაშიც ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული რომ იგი უმრავლესობას მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე უბრალოდ ვერ მოაგროვებს იმის გამო რომ მთელი რიგი, ახლა ამის დრო არ არის, მთელი რიგი საკითხების გამო საქართველოს საზოგადოების დობა დაკარგა.
დიდი მადლობა ზვიად გვაჭანტირაძეს დეპუტატს ქართული ოცნების ყოფილ წევრს, რომელიც პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ჩვენ კიდევ ორი სტუმარი გვყავს, გუშინ აქტუალურნი იყვნენ ორივე. ივანიშვილის ინტერვიუში დავით უსუფაშვილი შენების მოძრაობის თავმჯდომარე, გუბა სანკიძე დემოკრატიული მოძრაობიდან. რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დაგვალოდეთ. ივანიშვილის ანალიზში გუშინ კიდევ ორი ყოფილი თანაგუნდელი მოყვა, თან მისგან კარგა ხნის წინ წასულები, ესენი გახლავთ დავით უსუფაშვილი და გუბა სანიკიძე. დღეს ქართული ოცნების ლიდერს არ სჯერა, რომ ეს ორი პერიოდესმე რეალურად უპირისპირდებოდა სააკაშვილს. ვნახოთ ფრაგმენტები, შემდეგ მათ მოვიწვევთ სტუდიაში. გავიხსენოთ თუ გნებათ პირველ რიგში შალვა შავგულიძე, რომელიც იყო ქართული ოცნების გუნდის წევრი, ქართული ოცნების გუნდის წევრი იყო სწორედ ის. გავიხსენოთ გუბა სანიკიძე, გავიხსენოთ გია ხუხაშვილი, გავიხსენოთ უსუფაშვილი. აბა ნახეთ. გია ხუხაშვილი როგორ ასხავს ხოთბას დღეს სააკაშვილს, გუბა სანიკიძე მათი საერთოდ ხარდამჭერია. ესენი ოდესმე ოპოზიციაში იყვნენ მაშინ, როდესაც გუნდში მოვიდნენ და უსუფაშვილმა, რომელმაც რევოლუციური სცენარი დაუწერა ნაციონალურ მოძრაობას არჩევნებს შორის დიაპაზონში შუალედში დეკემბერში, რომელიც კონსტიტუციონალიზებაზე დებს თავს და კანონმდებლობას მიჰყვება თითქოს. აბა ნახეთ რა დაწერა, დაჭირდა ნაციონალურ მოძრაობას კრიტიკულ სიტუაციაში დაუწერა ეს სცენარი და შალვა შავგულიძე ნახეთ. დღეს ნაცებით ირჩევა. ეს კაცი იყო ოპოზიცია, ეს იყო ქართული ოცნების გუნდის წევრი. შალვა შავგულიძე. მე მოგიღებით მან რა გააკეთა და როგორ გააკეთა გირგვლენთან დაკავშირებით, როგორი შეცდომები და მე დღეს მაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ ჩვეულებრივად თამაში იყო ნაციონალურ მოძრაობასთან. მინდა მივესალმო დავით უსუფაშვილს შენების მოძრაობის თავმჯდომარეს, ასევე გუბა სანიკიძეს დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს. აღმშვიდობისა ბატონო, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ბატონ დავით, თქვენზე ბევრი რამ გვსმენია, თუმცა აი უსუფაშვილს დაუწერია რევოლუციური სცენარი ნაციონალური მოძრაობისთვის დეკემბერში არჩევნებს შორის, ასეთი იყო დაზუსტება. ეს ჩემთვის მაგალითად ახალი იყო და ამით მინდა სწორედ დავიწყო რა ტექსტია საუბარი, რაში გამოგიჭირათ ივანიშვილმა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. დიახ, უნდა ვაღიარო, რომ 30 წლის განმავლობაში გულ-დაგულ შენახური ნიღაბი გუშინ ბიძინამ ჩამომხსნა და გამომიყვანა სააშკარაოზე როგორც რევოლუციური სცენარების მწერალი და ესე იგი საერთოდ ნაციონალი, რომელიც მიშამ შეაგზავნა ბიძინას გუნდში 2011-12-ში, იმისთვის რომ ედაბიძინას და კიდევ სხვებს ერთად დაგვემხო მიშა და მე ამითი ბიძინას და ესე იგი ცოდვებ მონანიებულ მურუსიძეებს და ზარდიაშვილებს ერთად გაერძელებინათ ქვეყნის მართვა. დიახ, ვაღიარებ, მე აღიარებით ჩვენების არ მეშინია, როცა დამნაშავე ვარ. აი ასეთ საშინა საქმეებში ვიყავი ჩათრეული და აცდენილი გზას და გუშინ ბიძინამ ჩამოხსნა ნიღაბი. ჩამოხსნა ნიღაბი იმით თვალსაზრისითაც, რომ ესე იგი თურმე როდესაც 2003-9 წლებში ბიძინა ივანიშვილი იყო სააკაშვილის მთავარი დამფინანსებელი და ხელშემწყობი. ეს მე ვაკეთებდი ამას, ჩემი დაძალებით თუ არ ვიცი, იძულებით აკეთებდა პარტიული ბიძინა. ეს ყველაფერი იქნებოდა მართლაც სასაცილო და კომიკური, რომ არ იყოს სუპერ ტრაგიკული და მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მძიმე განვიცადე რაც ვნახე, დავითრგუნე, გული მეტკინა, იმიტომაც თუ როდის მოხდა ეს ყველაფერი, 9 აპრილს 30 წლის თავზე ერთი მხრივ იმ ტრაგედიიდან და მეორე მხრივ 30 წლის თავზე ჩვენი ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობიდან. და დღეს საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერმა სწორედ 30 წლის თავზე ასე შეაჯამა ჩვენი მცდელობა, მაშინდელი ტრაგედიას და ყველაფერი, რომ აი ამ მორალური სტანდარტის, პოლიტიკური ღირებულებების და სახელმწიფოებრივი ხედვის მასშტაბების მიმართვით მიმართა საზოგადოებას 2 საათის განმავლობაში, როდესაც ორადორი თემა დაგვისახა წინ, როგორც რაღაცა პოზიტიური ამოცანა, რასაც ის შეერკინება თავის მთავრობასთან ერთად, ერთი რომ უმუშევარ ქართველებს უცხოეთში გააგზავნის სამუშაოდ და მეორე დარჩენილებს უკეთეს სერიალებს შემოგთავაზებს რომ გავერთოთ. მომავალზე იყო ეს ორი ნათქვამი, დანარჩენი წარსულზე, თურმე როგორი მოღალატე ვიყავი მე, მაგრამ მე რამოსატანი ვარ, აგრა საერთოდ ჩემზე რას თქვა, ამაზე ხარ როგორ მაქვს ამოსაღები, თურმე შავგულიძე. ეს ყველაზე მზაკვარი პოლიტიკოსი ამ ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ 2005-2007 წლებში იყო ფარულად შეკრული
სააკაშვილთან და გირგულიანის საქმეში თურმე მას აქვს ცოდვები კისერზე და სხვები სასამართლოში და პროკურატურაში და სხვაგანს, ვისაც ახლა ივანიშვილია გადაფარებული, ისინი ყოფილან უცოდველი მსხვერპლი იმ სისტემის. ესაა სირცხვილი, ესაა ტრაგედია, ესაა სასოწარკვეთილი და საკუთარი გეგმებში არეული, ვერანაირ შედეგს ვერ მიღებული ლიდერის აი სასოწარკვეთილი მცდელობა, რომ აი ეს ზღაპრები მოუყვეს საზოგადოებას და ამაში დააჯეროს და ეს არის ძალიან სახიფათო. მე დიახ, აი რაზეც მიმითითებს, ესე იგი რევოლუციური სცენარი წამოვიღე, მე დღეს ვეძებე ვიპოვე და ჩემს ოფიციალურ Facebook-ზე კიდევ ერთხელ გამოვაქვეყნე, იმიტომ რომ დიახ, მე ბოლო წამამდე არა დეკემბერში, არა ნოემბერში ეს შეეშალა, მაგრამ არა უშავს ახლა ეს არა ძიმე შეცდომა. მეორე ტურის წინ მე ავწყვეტდი მცდელობას იმისას, რომ ქვეყანა დალაგებულიყო და ქვეყანა არ არეულიყო. მე ავწყვეტდი მცდელობას იმისას, რომ ქვეყანას მიეღო პრეზიდენტი და ქვეყანას მიეღო პოლიტიკური მომავალი წინ. ამიტომ მე გამოვაქვეყნე ეს წერილი და ერთი მხრივ ისეთი გენიოსი ყოფილა, რომ ნაცმოძრაობა რევოლუციის სცენარებს მიკვეთავს და ვუწერ მას და მეორე მხრივ ისეთი იდიოტი, რომ საჯაროდ ესე იგი გაზეთებში ვაქვეყნებდი ამ ჩემს სცენარებს. ესეც გვერდზე გადავდოთ. სწორედ ამას გამოქვეყნებულია, მე სწორედ ამას ვჩიოდი. ეს გამოქვეყნებულია, მე უბრალოდ არ მახსოვს ახლა ეს ფრაგმენტი. გამოქვეყნებულია რა წერია ამ დოკუმენტში რა? ესა შეთანხმების ფორმულა წერია დოკუმენტს, რომელშიც ვწერ რას, რომ სააკაშვილო ქვეყნისთვის საზიანოა და მისგან კარგი აღარაფერი გამოვა, ეს მე 2004 წლის ზაფხულიდან დავიჯერე და მას შემდეგ აზე არ შემიცვლია, მისი რევანში საპრეზიდენტო არჩევნების გზით არის დაუშვებელი, ეს არ უნდა დაუშვათ, მაგრამ რის ფასად? ქვეყნის გახლეჩვის, პროკურატურის, სასამართლოს, უშიშროების, ადგილობრივი თვითმმართველობის პარტიულ დაქვემდებარებაში გადასვლის ფასად, ბიზნესის პოლიტიზირების ფასად, კომერციული აუქციონის მოწყობის ფასად 600,000 ვალაუვალი მოქალაქის თაობაზე. ამას ვჩიოდი და ვამბობდი, რომ თუ ამ ფასს გადავიხდით, მაშინ რისგან გადავარჩენთ საქართველოს? სააკაშვილისგან საქართველოს გადარჩენა რას ნიშნავს? თუ საქართველოს შემოგვადნება ხელში და ყველა ინსტიტუტს მივანგრევთ და თუ ეს ასე ხდება, მაშინ რა გვრჩება ხელში ოცნების საოცნებო ხელისუფლების გარდა. და ამიტომ რას ვთავაზობდი აქ? რა რევოლუცია, რის რევოლუცია? პროპორციულ არჩევნებს ვთავაზობდი. ვთავაზობდი იმას, რომ ხელისუფლებას ეს გამოეცხადებინა არჩევნების მეორე ტურამდე, როგორც პოლიტიკური გამოსავალი ივანიშვილისთვის და მისი გუნდისთვის მაშინვე ამ ტიპის საუბრები რა ჭრილში განიხილებოდა? იმ ჭრილში, რომ მეორე ტურში ვინაიდან უარი ვთქვი მე ივანიშვილის ფავორიტის მხარდაჭერაზე, ისევე როგორც სააკაშვილის ფავორიტის მხარდაჭერაზე. ამიტომაა, რომ ლუწ რიცხვებში მიშა მაბრალებს ბიძინობას და კეთ რიცხვებში ბიძინა მიშობას და მიშისტობას. და ამით არიან დაკავებული. ამიტომ ვერ იტანენ განსხვავებულ ასს. იმიტომ რომ თითოეულ მათგანს საკუთარი თავი წარმოუდგენია სამყაროს ცენტრად და თუ მასთან არ ხარ, თუ მას არ ემორჩილები, ესე იგი მტრის ბანაკში ხარ და ერთმანეთის მტრებად თვითონ ყავთ ერთმანეთი დანიშნული და ამ უბედურებაში ვცხოვრობთ. კრიტერიუმებს შეხედეთ. ზარდიაშვილი კარგი ყოფილი ნაციონალია, იმიტომ რომ მან ბიძინა აღიარა. მაგრამ სხვა ვერავინ ვერ იქნება კარგი ყოფილი ნაციონალი თუ მასთან არ მივიდა. ესაა კრიტერიუმი, იგივე აქვს მიშას. მაგრამ მე მithქვამს და ახლაც ვამბობ. სანამ ერთი ან მეორე პოლიტიკურად მოევლინებოდნენ ამ ქვეყანას, მანამდე ვიდექი მე იქ სადაც ვდგავარ დღეს. 30 წელია ვდგავარ იქ სადაც ვდგავარ. და ვერც მათი შეღრენები შემაშინებს და ნაბიჯს გადამადგმევინებს არასწორი მიმართულებით. ვერც მათი კონტროლებადი მედიიდან მოკვეთა. ამ დოკუმენტს პირველად რევოლუციური სცენარი ვინ უწოდა, იცით? ტელე იმედის ეთერიდან პატივცემულმა ლალიაშვილმა. და ლალიაშვილი რომელ ჯგუფში მუშაობდა და გუშინდელი გამოსვლა ივანიშვილის ვისთან არის შეჯერებული და ეს ტექსტები და ეს რაღაცა ჩახვეულები და რეალ ტივის სტილი გადმოტანილი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის მიერ გახმოვანებული, საიდან მოდის ეს ყველაფერი? აქ ქვეყანაზე და სახელმწიფოზეა ლაპარაკი და სახელმწიფოს ლიდერზეა ლაპარაკი პრაქტიკულად, პოლიტიკურ ლიდერზე. და გუშინ იყო იწილო-ბიწილო, რომელსაც მოვისმენთ ნებისმიერი ქართული ჯანმრთელი სოფლის ნებისმიერ ბირჟაზე. აი იქ გარჩევარვარი რომ იმის ბოსტანში ეს ხوار გადააგდო და ხوار გადმოაგდო და თან იქ რაღაცა იმისი ვითომ გულწრფელი რაღაცა მაღალზნეობრივი გადმოსახედიდან იმ ეჭვის ნიშნების შემოგდება. არა მე ამას არ ვამბობ, მაგრამ აი კითხვას ვსვამ. არა მე კი არ ვამბობ ასე, მაგრამ გონი შეკრული იყო თავიდანვე შალვა იმასთან. არა მე კი არ ვამბობ ამას, მაგრამ უსუფაშვილი თუ სანიკიძე ნეტავი იყვნენ ოდესმე ოპოზიციაში.
და სად იყო ივანიშვილი 2011 წლამდე ვკითხულობ. როცა გირგვიანის თემებიც ვითარდებოდა და ეს ქვეყანა იღუპებოდა. 2011 წლამდე მისი ხმა გაგიგია თვინმეს და ხმარო არ გაგვიგია ამის გარდა, რაც გაირკვა მერე. 2003-დან 2009 წლამდე ვინ იყო პირველი დამფინანსებელი და გულშემატკივარი და მრჩეველი სააკაშვილის და იმ გუნდის? მე ამაზე რომ მალაპარაკე, ესაა ტრაგედია და პრობლემა. მე ამაზე ბევრ ლაპარაკს არ ვაპირებ, ვინაიდან ცხელია თემა და მესმის არის კითხვები, ამიტომ საუბრობ ამას. მაგრამ ეგრე არ არის, რომ დიდარი ვარ და ჩემ სიტყვას მეტი ფასი ექნება. მის სიტყვას ჰქონდა სერიოზული ფასი. მას ჰქონდა ის ეგრეთ წოდებული ჭარბი ავტორიტეტი, რომელიც თავადაც საუბრობდა. მაგრამ ამ ქვეყნის პრობლემა ლარის გაუფასურებაზე ყველაზე უფრო დიდი პრობლემა. ესაა სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერის სიტყვის გაუფასურება. და გუშინ მან დიახაც მოახერხა, მისი სიტყვებით რო ვთქვა, რომ მისი სიტყვის კიდევ უფრო დიდი დევალვაცია გაეკეთებინა. და მე ეს არ მიხარია. მე არ მიხარია, რომ რაც მალე ჩამოიშლება, რაც მალე გაკოტრდება, რაც მალე მეტი პარლამენტის წევრი დატოვებს მასრიად. არ მიხარია ეს, მე იმიტომ რომ ამ ქვეყნისთვის სასიკეთოდ მინდა პოლიტიკური პროცესის და ჩემი თავის და ისიც და სხვაც. და ჩემი საკუთარი 5 წლიანი შრომაც მენანება, რა თქმა უნდა, ამ საქმეში ჩადებული და ამ პროცესში ჩადებული. ამიტომ არ მიხარია, გული მტკივა. და არ მინდა ამის ლაპარაკი, მე მინდა ვილაპარაკო მიმდინარე კონკრეტულ და სერიოზულ თემებზე და საქმეებზე. მაგრამ ამ დონემდე დასვლა მე მგონი ამ ქვეყანაში არც ერთ ლიდერს არ უკადრია ამ დონეზე დასვლა. ახლა გაბრაზდება რატომ მადარებთო მე სხვაებსო. მე კი არ ვადარებ და მე კი არ გადარებთ ბატონო ბიძინა. თქვენ მიექანებით კატასტროფული სისტრაფით მიექარებით ამ ნიშნულისკენ. როდესაც აი ამას კადრულობთ და შავგულიძეზე ამ ჭორაობას იწყებთ პირდაპირ ეთერში და თან უნდა ისიც დაიკავოთ რომ არა მე კი ასე არ ვამბობ მაგრამ მოდი ხალხო ეხლა თქვენ 5 მილიონმა ქართველმა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ამაზე ილაპარაკეთ. მე მოვცხე ეს ჭირკი და ეხლა დანარჩენი თვითონ აგოს პასუხი. თან რა საკითხში, რა თემაზე? მისი ჭკუით ეხლა 2 კურდღელი მოკლა. მურუსიძე გაათეთრა და კანდიდატ შავგულიძეს პრობლემები გაუჩნდა მაშინ რა ქვია მთაწმინდაზე. აი აქამდე დაწვრილმანებული, როდესაც უზარმაზარ თემას ეხება საქმე, სასამართლოს ადმინდობას ეხება საქმე და მართლმსაჯულების სისტემა თუ ვერ გავმართეთ და მას ნდობა არ ექნა, მაშინ სახელმწიფოსგან არაფერი არ დაგვრჩება ჩვენ. ეს საკითხები ამხელა თემებია მოსაგვარებელი. ამ წერილშიც ამას ვწერდი, რომ სანამ მიშა და ბიძინა ერთმანეთს აღიქვავენ, როგორც მომხდურ მტერს, ამ ქვეყნის მომხდურ მტერს, რომელიც არ უნდა გაანადგურა, უნდა განდევნო ქვეყნიდან. მაშინ ისინი ჩართულიან არიან საკუთარი მოსახლეობის 9 მილიონ, 1 მილიონ, 2 მილიონიან ჯგუფთან ბრძოლაში. მიშა და ბიძინა კი არ ებრძვიან ერთმანეთს. ბრძოლა და კონკურენცია პოლიტიკური ეს აუცილებელია და სწორია, მაგრამ მომხდურ მტერად რო აღიქვავენ ერთმანეთს, ერთიც და მეორეც. ამითი 9 საქართველოს აყენებენ ამ მდგომარეობაში, რომ ის ზედმეტია. და ამ დონის კონფრონტაციამდეა მიყვანილი საქმე. ესაა მოსაგვარებელი ამ ქაღალდას ამას თავაზობ და დღესაც ამას თავაზობ და ხვალაც ამას შევთავაზებ, რაც უნდა ის მეძახოს და როგორც არ უნდა ისე წარმოაჩინოს ეს საქმე. ერთი კითხვა მექნება, ჩვენ ბევრი დრო აღარ დაგვრჩა, მაგრამ მაინც მინდა ვიკითხო, როგორ ფიქრობთ, აი რა რესურსი დაინახეთ უფრო სწორად ახლა ლიდერში მართველი პარტიის, რომელსაც აქვს ამბიცია 20-30 ქონდა ყოველ შემთხვევაში მონიშნული თავიდან, როცა თქვენც მასთან ერთად იყავით, მაგრამ ახლა 20-20-ში არის ნიშნული მთავარი ამოცანა, გადასალახი მთავარი 2020-ია საპარლამენტო არჩევნები. მანამდე კიდევ არის, რა თქმა უნდა, გამოწვევები ზუგდიდში, მთაწმინდაზე, ამ გამოწვევებზე აღარ ვსაუბრობ უკვე. უბრალოდ რა რესურსი დაინახეთ მასში? ეს არის ისეთი რესურსის მატარებელი ლიდერი, ფინანსურ რესურსზე არ მაქვს საუბარი, პოლიტიკურ რესურსზე მაქვს საუბარი, ადამიანურ რესურსზე, ინტელექტუალურ რესურსზე, რომელსაც ჭირდება პრინციპში განწყობების შექმნაც, აი მისოთ რომ ვიღაც დაარწმუნო, აი საერთოდ რა რესურსის მატარებელია დღეს ეს ადამიანი? მე თავის დროზე ბიძინასთან ბევრჯერ მისაუბრია თემაზე, რა განსხვავებაა ლიდერებს შორის, როდესაც ერთი ლიდერი ძალის ავტორიტეტით მმართველობს, ანუ ძალა უჭირავს ხელში პოლიცია, უშიშროება პროკურორი, თავისი ადმინისტრაცია ასე შემდეგ, ძალით მმართველობს და მეორე, რომელიც ავტორიტეტით მმართველობს. ერთ შემთხვევაში ლიდერის ეშინიათ მასთან ბრძოლის აზრს ვერ ხედავენ, იმიტომ რომ აგერ უხეში ძალა უჭირავს ხელში და ბრძოლას აზრი არ აქვს. მეორე შემთხვევაში ლიდერს პატივს სცემენ. ანუ ავტორიტეტით მმართველობს ლიდერი. ქვეყანა, რომელშიც ძალის ავტორიტეტითაა მმართველობა, იმ ქვეყანას მომავალი არ აქვს.
თავისუფლებას აქ მომავალი არა აქვს. ავტორიტეტის ძალით მართლობაა აუცილებელი. ავტორიტეტიანი ადამიანები გვჭირდება. ამიტომაა პრობლემა, როდესაც პრემიერ-მინისტრად დაგვინიშნა ადამიანი, რომელიც პრემიერ-მინისტრის რანგში გაიცნო საზოგადოებამ და არა ავტორიტეტული ადამიანი, რომელიც აღმოჩნდა ამავდროულად 2012 წლის აგვისტოში ნაცმოძრაობის დამფინანსებელი, სხვა შორის ახლა გამახსენდა. რამდენიმე არ მახსოვს და არც მინდა რომ გავიხსენო ეს უბედურებები. ანუ ავტორიტეტიანი ადამიანების მართლობას მოაქვს სიკეთე, იმიტომ რომ ავტორიტეტიან ადამიანებს აქვთ უნარი რეფორმების შემოგთავაზონ, კონკრეტული პრობლემის მოგვარება შემოგთავაზონ. შეხედეთ მთავრობის წარმომადგენლებს და უმრავლესობის წევრებს. ჩამოსტირით სახე, ენთუზიაზმის და იმედის და ხვალინდელის დღის ნატამალი არ იგრძნობა მათში. ანუ შეშინებული თვალებს აქეთ-იქით აცეცებენ. რა რესურსია საუბარი? კიდე გეუბნებით, თავარი გამოსვლა, ასე მასავით მარტის თვარესავით გამოგვეცხადება ხოლმე არჩევნების წინ და საარჩევნო კამპანიის დროს ელის მთელი საზოგადოება რაღაცა გამოცხადდება ახლა ხო დაგკვირდა შარშანამ დროს მოვედი ახლავთ ერთ წელიწადში დავალაგებ ყველაფერს გავიდა ეს ერთი წელი კაი ვაპატიოთ გავლილი 7 რვათო პირველ მეორე ტურის შორის მეც მივიღე ეს მესიჯი ტელეფონზე ავიღე და მე ვარ ბიძინაკ ხო ამიეცი ამას იმიტომ რომ მე ასე მოგიცევი ისე მოგიცევი კარგად მოგიცევი და ქვეყანას ავაყვავებ და მას მე რო კითხა გუშინ ჟურნალისტმა რომ ბატონო რო თქვითო რა გააკეთეთო ხო იციო ესო ობიექტური პრობლემები ეკონომიკას უცებ ვერაფერს და სოციალური ასია უმუშევრებს უცხოეთში გავუშვებ და სერიალებს გადავიღებთ უკეთესო რა რესურსი აქვს საუბარი რესურსი მაშინ იქნება საუბარი როცა იდეებს შორის შეჯიბრია იმიტომ რომ აქ ჩვენ გვაქვს ანტიიდეის მმართველობა მათ თავად ჩააბეტონეს იდეა სააკაშვილი და ნაცმოძრაობა მიქციეს ესე იგი სტანდარტად ცხოვრების რომ აი ის რო აკეთებ და იმას არ გავაკეთებ მე. არა და დიდი შემართებით მიყვებიან და მიყვებიან იმ გზას და მივლენ იქამდე. ეს ნუ შეეპარება გაასწრებენ კიდეც. ამიტომ აქ არის ანტიიდეა. ჩვენ ნაციონალების საწინააღმდეგოდ ვიბრძვით, ამიტომ ვართ კარგი ხალხიო. ნაციონალების საწინააღმდეგოდ იმიტომ გვინდოდა ბრძოლა რომ საქმე გაკეთებულიყო უკეთ. და რა ამ ბრძოლას შეელიოს, ესე იგი საქართველო. და ძალიან ადვილია იყო სააკაშვილზე ნაკლებად რეპრესიული. ისევე როგორც ადვილი იყო სააკაშვილისთვის ყოფილიყო შევარნაძის სისტემაზე ნაკლებად კორუმპირებული და მეტი ნათურა ყოფილიყო ანთებული ოთახში. და ამას გადაგვაყოლა იმან 9 წელი. რომ აი შევარნაძის დროს ნახეთ რა იყო, მე კიდე გავაჩახჩახე ქვეყანა. ეხლა ეს გვეუბნება ამდენი ხალხი არ მოგვიკლავს ჩვენ და ამდენ ხალხს არ ურტყავთ თავში ყოველ წუთში. და ეს არის სტანდარტი და ამის გამო მადლობა უნდა გიხადოთ ყველაფერზე ამ ყველაფრის გადამყლაპვა არ გამოვა ეს ეგრე არ გამოვა მაგრამ სწორად რომ გამოვიდეს საჭიროა კიდევ მეორე ამ პირველი პასუხისმგებლობა აქვს ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერს წინა წერილში თქვა ეშმაკი ყოფსო და ამასო უნდა გაუმკლავდეთო და ასე შემდეგ და იგივე ეშმაკი იყო გუშინ შემჯდარი მასთან ეტყობა ამიტომ ერთადერთი თემა მაქვს რომ რა უშველის ლოცვა თუ შელოცვა იმიტომ რომ მე სხვა ბიძინა ივანიშვილიც მახსოვს და რაღაცით მას შეუძლია დაბრუნდეს იქ რითიც დავიწყეთ ჩვენ 11-12 წლებში ეს საქმე ეს მას შეუძლია უბრალოდ უნდა გათავისუფლდეს ამ კომპლექსისგან რო არის შეუმცდარი რომ არასოდეს არ მოხდება და შეუძლებელია ის ოდესმე დამარცხდეს და წარმოიდგინეს რომ ის კარგ საქმეებს აკეთებს მაგრამ ცხოვრება წინ მიდის მოვა დრო დადგება ასეთი დრო რაც არ უნდა მოინდომოს რო აღარ იქნება ხელისუფლება ამას უნდა შეეგუოს და ყველაფერი თავისუფლად სხვანაირ ბიზნესაც უნახავთ და საქმეც სხვანაირად მადლობა მინდა რომ ბატონ გუბასაც დაუტოვოთ დრო მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის ბატონ გუბა საღამომშვიდობისა კიდევ ერთხელ მაინტერესებს აი თქვენ რა რეაქცია გაქვთ როგორც მის წერილზე რომელიც წინ უძღოდა ამ ინტერვიუს ასევე ინტერვიუზე რომელშიც ერთ-ერთი ხსენებული პირი აღმოჩნდით თქვენც როგორც ნაცმოძრაობასთან შესაძლო ალიანსში მყოფი თავის დროზევე არა ახლა არამედ თავის დროზევე პირი როგორ დავიჯერო რომ შავგულიძე ხუხაშვილი უსუფაშვილი სანიკიძე ნაციონალების ოპოზიციაში იყვნენ ახლა დავიჯერო ესო იკითხა მართველი პარტიის ლიდერმა თქვენი რეაქცია თუ შეიძლება მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. ახლა დაიჯერებს ბიძინა ივანიშვილი თუ არ დაიჯერებს, მაგას კარგახანია თავი დავანებებ მე უკვე. ჯერ კიდევ მაშინ, როცა კოალიციაში ვიყავით, იმიტომ რომ ეს არის შეუსმინარი ადამიანი. საქმე გვაქვს უფრო რთულად გვაქვს. შეიძლება არ დამეთანხმოთ ბევრი, მაგრამ უახლოეს პერიოდში ალბათ ყველა დამეთანხმებით, იმიტომ რომ პროგრესირებს ესა. ჩვენ გვაქვს ფსიქიურ აშლილობასთან საქმე და უკვე აქ პოლიტიკურ დებატებზე არ არის საუბარი, მე მგონი ბიძინა ივანიშვილმა უნდა მიმართოს უკვე სპეციალისტებს. მას აქვს გაგანია, პარანოიის პირველი ნიშანი, ახლა მედიცინაში ძლიერი არა ვარ, მაგრამ რაღაცები გაგვიგია, ხო? პარანოიის პირველი ნიშანი არის, რომ არასოდეს პარანოიკი არ არის დამნაშავე.
დამნაშავეა ყველა სულიერი უსულო ადამიანი, ცხოველი, ნივთი, სამყარო, კოსმოსი, ყველაფერი მასთან არის დამნაშავე. აი ეს გამოსჭვივის და ამიტომ დროზე არის მისახედი, მე მოუწოდებ მის გარშემო ვინც არიან მისი მოკეთენი, რომ დროზე სპეციალისტი არ მიუყვანონ, ან თვითონ მიიყვანონ სპეციალისტი. აი, თუმცა ეს არ არის, არა ეს თუმცა არა, ნინო ერთი წუთი რა, არც საღადაოდ არა ვარ მოსული, იმიტომ რომ ეს არის. ნინო, ერთი წუთი დავასრულებ რა, ძალიან აკითხო. ეს არის სახიფათო ქვეყნისთვის და ამიტომ ვლაპარაკობ მე. რომ სულიერად გაუწონასწორებელი ადამიანი, ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანი მართავს ქვეყანას და მართავს აბსოლუტურად 100%-ით უაპელაციოდ, ხელი შეუშლელად. და ქვეყანას აქვს სერიოზული პრობლემები და უფრო სერიოზული პრობლემები ელოდება. და მივაჩერდეთ, ახლა ეს როდის დაიწყებს ქუჩაში ქვისროლას კიდე, რომ დავრწმუნდეთ, რომ ჭკუაზე აღარ არის. აქვს მრუდე ლოგიკა უკვე. ამას ქვია მრუდე ლოგიკა. რაც მან გუშინ ილაპარაკა, ახლა წერილზე აღარ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ახლა ეს ეპისტოლარული თემა მისი ის არის, რა ქვია. აქილევსის ქუსლი, მაგას დავანებოთ, ხო თავი. გუშინ ჩვენ ვიხილეთ ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანი. თურმე ქვეყანაში პრობლემა ყოფილა უმუშევრობა იმ გაგებით, რომ ევროპაში უნდა გავრეკოთ. რაც კი ახალგაზრდობა დაგვრჩა. ჩვენ აქ ვლაპარაკობთ, რომ დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე არის ქვეყანა. და ეს დაცლას აპირებს ქვეყნის საერთოდ და მე დათოს თქმის არ იყო სერიალების გავრცელებას. და სერიალების გავრცელებას ისტორიის შესახებ. იმიტომ რომ არ მოწონს ქართული სერიალები, მოდი გამორიცხვის მეთოდით ვიაროთ. რამდენი ქართული სერიალი გადის? გადის ერთი, ჩემი ცოლის დაქალები. იქ არის ბაქარ ორჯონიკიძე, სადაც თავი ამოიცნო. ამიტომ არის ცუთხასიათზე. და გადაწყვიტა, ახლა ისტორიული თემატიკით ჩვენ რაღაცა ისა ჩაანაცვლოს და ის რჩევას მივცემ. მაგალითად გადაიღოს ისა კინოფილმი 300 მეერთე. რატომ 300 მეერთე? 300 არაგველი არ იყო სინამდვილეში. იყო 301. ის ერთი დაიჭრა მძიმედ და გადარჩა შემთხვევით. ეს იყო ბიძინა ივანიშვილი. დიდგორის ბრძოლაში 200 კაცი რო შეაგზავნა დავით აღმაშენებელმა 100 მეტაური ბიძინა იყო. ფარნავაზმა და ქუჯიმ კი არ გადაწყვიტეს ერთიანი საქართველოს შექმნა. არამედ მესამე კაციც იჯდა იქა. ბიძინა ივანიშვილი. ოღონდ ჩვენ ხო ვიცით რომ თავდაბალია და ინკოგნიტოდ დაიტოვა თავი ისტორიაში. გიორგი ჭყონდიდელი იყო ფსევდონიმი, თორე სინამდვილეში დავით აღმასენებელი აღზარდა ბიძინა ივანიშვილმა. თქვენ თუ გონიათ ახლა არ გაეხარდება ეს თემა. ახლა მითხარით არ ხუმრობო, მაგრამ მაინც ასეთ ჟანრში ამ ჭკუაზეა კაცი ნინო რას ლაპარაკობ, თავზე გვექცევა ქვეყანა რა. თუმცა ბიძინა ივანიშვილი არის რეალური ლიდერი ქვეყნის მთავრობის მამასთან არის ძალიან დიდი დოზებით, ჩვენ ამას ვხედავთ, ის არ არის მხოლოდ მმართველი პარტიის ლიდერი, ამიტომ მაინც მოდით მითხარით რა იკითხეთ გარდა იმისა, რაც თქვენ თქვით სიმპტომების შესახებ, მის წერილში თუნდაც ის ბოლო პერიოდში დაკავდა რაც ისტორიის შეფასებითაც გაიხსენა ზუსტად გამსახურდია. მაგალითად აქვს ესეთი ფრაზა, როგორც წერილში, ასევე შემდეგ გუშინ ინტერვიუში თქვა, რომ 91-დან 2011 წლამდე პერიოდი შეიძლება განვიხილოთო თავდაღმართში სვლის ტეხილადო, რაღაცას დიდ თქვა. ანუ რაღაც თქვენ სფეროში შემოვიდა მოკლედ ისტორიულ ნაწილში. ნინო, წარმოდგენა არ აქვს, ახლა ძველ ისტორიაზე საუბარზე და უახლესი ისტორიაც არის სიმტო. გარშემო ყავს სულ პუჩისტები. პუჩისტები იყოფიან ორ ნაწილად, მონანიებული და მოუნანიებელი. მან შეარჩია მოუნანიებელი პუჩისტები. ის იყო იმ წერილში, იყო ტექსტი პუჩისტების. და მას გონია, რომ ზვიად გამსახურდიამ დაუშვა შეცდომები. ზვიად გამსახურდია მიდიოდა გიგანტური ნაბიჯებით, მაშინ საქართველო იყო აღმოსავლეთ ევროპის მედროშე. და ის რეფერენდუმი და 9 აპრილის აქტი, რომელიც დღესაც გლოვათაა გამოცხადებული და ბიძინა ივანიშვილს დიდი ეჭვი მაქვს, რომ 9 აპრილსვე გონია, რომ დაგვარბიეს რუსებმა და იმავე საღამოს გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა, ასე გონია, დარწმუნებული ვარ. და გონია, რომ ქვეყანა თურმე არ იყო ჭკვიანი კაცი, ზვიად გამსახურდია და თვითონ არის ჭკვიანი. აი ეს არის პუჩისტები რო ყავს გარშემო. და არაფერი რო არ იცის ქვეყნის ზურგზე, იმ წერილში საუბრობს ისეთ თემატიკებზე, სადაც არაფრის შესახებ წარმოდგენა არ აქვს. ასე იცის ნიჩესთან ბრძოლა. ასე იცის, ნიჩემ ხო იცით როგორც დაამთავრა? იმას ემსგავსები მერე. ბოლოს ყებთა ძაღლივით.
კარგით, ბატონო ზვიადი. არა, ერთი წუთი რა. კიდევ რა აღმოვაჩინე? კიდევ აღმოვაჩინე, რომ ქართველი ხალხი არის გამოთაყვანებული და უმადური. კიდევ აღმოვაჩინე, რომ თურმე ეშმაკს უნდა ებრძოლოს. ეშმაკთან ბრძოლაში ბატონო ბიძინა რჩევას მოგცემთ. რო აღმოვაჩინოთ ეშმაკისეული, დაიწყეთ ქართული ოცნებიდან და გულზე დაკიდეთ ნიორი. თითო თავი ნიორი დაკიდეთ. კარგი დასანახები იქნებიან. და ამითი აღმოვაჩენთ. დაანთეთ პარლამენტში გოგირდი, ერთმანეთს შეასხით ნაკურთხი წყალი და აღმოვაჩენთ ეშმაკისეულს ასე. ეს დავინახე მე მეტი ვერაფერი. სერიოზულად მე ამას ვერ მიუდგები, მაგრამ არასერიოზულობა არ ნიშნავს იუმორს. ეს არის კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის, ნინო. არავითარი შანსი არ არის და კიდევ ერთი მთავარი რაც დავინახე და ყველაზე საფრთხო. ეს კაცი არაპირებს არჩევნებით წასვლას. ეს არაპირებს ხელისუფლების დათმობას. რაღაცის ეშინია ძალიან სერიოზულად. იმიტომ რომ არ აქვს ისეთი საფრთხე ოპოზიციისგან და ოპოზიციურად განწყობილი საქართველოს მოსახლეობისგან. რაღაცა სხვისი ეშინია და მე ეჭვი მაქვს დაუდასტურებელი. ხო რომ მას აქვს რაღაც თამასუქები გაცემული ქვეყნის გარეთ და ორ მხრივად როგორც რუსების მიმართ, ისევე ამერიკელების მიმართ და ორივე შესრულება უწევს, ორივე მხარე მოთხოვს. ამერიკელები, იმიტომ რომ ირანის საკითხი მოდის და რუსებს უნდა რკინიგზის გახსნა. ორივეს ვერ შეასრულებს ეს კაცი. ამიტომ არის ცუდად. იქეთ ემუქრება პოლონიუმი, აქეთ ემუქრება ისა რა ანგარიშების გაყიდვა ამ დღეში არის. და ამიტომ იბრძვის და დასკვნა გამოიტანა მეორე ტურიდან რომ არავის ყურადღებას არ მივაქცევ, კაცო, ვიყიდი სუყველას. ვერ იყიდი. გამორიცხულია ქართველი ერი ვერ იყიდა ვერასოდეს ვერავინ. და ის რაც მოხდა მეორე ტურში, ის უფრო დაბნეულობა იყო და უფრო შიში იყო, მაგრამ ეს იყო ბოლო არჩევანი, რომელიც გააკეთა ქართველმა ხალხმა. საპარლამენტო სხვა რამეა. დავინახეთ ისიც, რომ მას ძალიან ეშინია აქციების ქუჩაში. ახსენა გუგავას აქციები, ხო ლეიბორისტების აქციები, რომელიც მასშტაბით დიდი არ არის, მაგრამ აქტიური არის. ეშინია მას აქციების, იმიტომ ქუჩას ვერასდროს ვერ გააკონტროლებს ივანიშვილი თავისი სუსით და თავისი პუჩისტი მრჩევლებით. და სწორადაც ეშინია ადამიანს რაც რისიც ეშინია ის ემართება ყოველთვის. ამიტომ ყველას ნინო მარტო პოლიტიკოსების საქმე არ არის. ყველას საქმეა ესა. ქვეყანა როგორ გადავარჩინოთ, რომ ეს კაცი გაუშვათ ასე მშვიდობიანად, რა, იმიტომ რომ მშვიდობიანად წამსვლელი ეგ არ არის. აშკარაა ესა. რის გარშემო უნდა გავერთიანდეთ როიძახის გაერთიანებაზე? მის გარშემო და მისი ბოდვები, მისი გაცხელებულ გონებაში დაბადებული აზრები უნდა გავითვალისწინოთ, რომ შალვა ისა რა ქვია შავგულიძე არის ისა გირგვლიანის ჯალათი და მურუსიძე ყოფილა თურმე ცდილობდა როგორ გამოეყვანა მდგომარეობიდან. ეს ბოდო აკაცო, ეშხამიანი ბოდვები და ამას ვინ ეთანხმება? და არის საქართველოში თუნდა ვის მიმართა გინდათ წერილით და გინდათ ისა ზეპირად. ვის მიმართეთ ბატონო ბიძინა, ვისი იმედი გაქვთ? ვისი იმედი გაქვთ ლოგიკურად მოაზროვნე არსება ადამიანზედაც აღარ არის ლაპარაკი. ამაში არ გამოყვებათ არავინ უკვე. რაც გითხარით აგიხდათ ისა 2016-ში გითხარით დარჩები მარტო და ხარ მარტო და დამცველი აღარ აკყავს არავინ უკვე. ყველა რო გვერდი იყურება თქვენიანები ვერ ატყობ თქვენი გვარდია გინდა ძველი და გინდა ახალი. ამიტომ წადი მშვიდობიანად ჩაატარე წესიერად 2020 წლის არჩევნები ჩავატარო წესი პოროშენკოსგან მაინც გადმოიღე რაღაცები ქვეყანაზე გაიხედე კაცო ასეთი სიბრმავე შეიძლება კაცო ჩაატარა ვერავინ ვერ შეეკამათა კი რა თქმა უნდა 40 მილიონიან უკრაინაში ჩატარდა უპრობლემოდ არჩევნები და აქ ვეღარ დავითვალეთ რამდენი ვართ საბოლოოდ და ყიდვას აპირებს ყველას. კარგით, ბატონო გუბაზ, აი ჩვენ უკვე ფინალში ვართ, ამიტომ მაინც მინდა გითხოთ ბოლოს და მოკლე პასუხი მინდა გთხოვოთ. რესურსი მისი მაინც ადგილზეა. თქვენ ამ წუთში თქვით, რომ თქვენი აზრითაც ის ყიდვას აპირებს ყველასი.
როგორ ფიქრობთ ამის ხელის შემშლელი რესურსი პოლიტიკურ სივრცეში არსებობს? ქართველი ხალხის სულისკვეთება მეტი არაფერი ის არ არსებობს. ახლა მაჯებზე ვერ წავავლებთ ხელს საარჩევნო უბნებთან. ქართველი ერი მიიღებს გადაწყვეტილებას, უნდა ნორმალური ცხოვრება, უნდა სიახლეები, უნდა ცვლილებები თუ უნდა ამ ჭაობში დავიხჭოთ ყველა ერთად. აი ეს არის ძალიან მარტივი არჩევანი იქნება რა. მერე კიდევ პოლიტიკურ პარტიებს რო გლოვობს, რომ ჩემი ოცნება როგორი ყალბია, როგორი არაგულწრფელი კაცია. პოლიტიკური პარტიებიო ძლიერიო არ შეიქმნაო და ძალიან განვიცდე ამასო. მაქსიმართლით იარე რა. რო გაანადგურე მთელი პოლიტიკური სპექტრი. კარგით, მადლობა. გობას სანიკიძეს, რომელიც პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს. მადლობა თქვენ. პოლიტმეტრი დღეს ამით დასრულებულია, თქვენ წინგელით პირველი სახალი ამბები 22 საათზე, ასევე ღამის ამბები გელით 23 საათსა და 30 წუთზე დიანა ტრაპაიძესთან და გია ხუხაშვილთან ერთად. გია ხუხაშვილიც გუშინ იყო ერთ-ერთი მოხსენიებული პირთაგანი აი ამ ნეგატიურ კონტექსტში იმ პირთა შორის, რომლებიც დღეს არიან შემჩნეული ნაციონალურ მოძრაობასთან ალიანსში, ოღონდ ადრე ამის ეჭვი გაუჩნდა მართულ პარტიას, მას ექნება საინტერესო მოსაზრებები, ამიტომ დაელოდეთ ამ პროექტს. გმადლობთ.